დღეს ვიწყებთ ლექციათა ციკლს, რომლის სახელწოდება იქნება საბჭოთა პარადიგმები და იქნება რამდენიმე ლექცია, რომლებიც ძირითადად შეეცდებიან საბჭოთა ისტორია, საბჭოთა მოდერნულობა გნებავთ, საბჭოთა პოლიტიკური ტრანსფორმაციები, კულტურული ტრანსფორმაციები დაგვანახოს შედარებით ახალი პერსპექტივიდან და შედარებით უფრო ღრმა ანალიზის საშუალება მოგცეს იმ ისტორიული მოვლენებისა, რომლის უშუალო მომსწრეებიც ჩვენი მამების, ჩვენი ბაბუების თაობები არიან და რომელიც არის ჩვენი უშუალო წარსული, რომლის ტრავმებსაც, რომლის მემკვიდრეობასაც ჩვენ ნელ-ნელა ვინელებთ და ვცდილობთ გადავიაზროთ ეს წარსული. ლექციას, რომელსაც დღეს წარმოგვიდგენს გიორგი მაისურაძე, ექნება ვრცელი განზომილება, ის შეეხება საბჭოთა კავშირის ალბათ ყველაზე უფრო იმ ფიგურას, რომელიც პირველად საბჭოთა კავშირის ხსენებისას გვახსენდება, ეს ფიგურა ცხადი არის სტალინი. ერთი მხრივ ჩვენ ვიცნობთ სტალინს და ამით ჩვენი ცოდნა საბჭოთა კავშირის შესახებ შემოიფარგლება როგორც სისტემის, ტოტალიტარული სისტემის, რომელსაც ყავდა უამრავი მსხვერპლი, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული ნაწილია იმ ცოდნისა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია სტალინის პერიოდიდან ამოვწუროთ და ხშირად საჯარო სივრცეებში ეს თემები, მაგალითად კითხვა თუ რატომ გახდა ამდენი ადამიანი ასეთი რეჟიმის მსხვერპლი, რეალურად არც დასმულა, არც გაშლილა და გარდა ამისა არ გაშლილა დისკურსი ამის გარეთ. ანუ დისკურსი, რომელიც შეეცდებოდა სტალინი, მისი ეპოქა, მისი შემდგომი ეპოქა, ის იდეოლოგიური, ისტორიული წანაწმები, რომელიც სტალინის ეპოქის საბჭოთა კავშირს წინ უძღვოდა, შედარებით ღრმად, შედარებით ამომწურავად გაეშალა. სტალინის ფიგურას ჩვენ ვიცნობთ აგრეთვე როგორც მითიურ ფიგურას, რომელიც არის ერთგვარი პოპულარული მითის შიგნით შემოკრებილი და შეიცავს გარკვეული ტიპის თეოლოგიურ განზომილებასაც, რომელზეც გიორგი უფრო ვრცლად ისაუბრებს. ძირითადი აქცენტი მე არ გავასწრებ მოვლენებს, მაგრამ შევნიშნავ, რომ გაკეთებული იქნება ერნსტ კანტოროვიჩის ცნობილ ნაშრომზე მეფის ორი სხეული და სწორედ აი ამ თეორიული წანამძღვრების დახმარებით გიორგი შეეცდება უფრო დეტალურად ვრცლად მიმოიხილოს სტალინის ფიგურა და ის მოვლენები, რომელიც მის ფიგურის გარშემო ვითარდებოდა. დასასრულისთვის აღნიშნავ იმას, რომ ლექციების ციკლი ღიაა ყველასთვის, ვისაც საბჭოთა კავშირი არჩეული აქვს როგორც კვლევის საგანი, ყველასთვის, ვისაც აქვს გარკვეული თეორიული, გარკვეული ისტორიული ცოდნა საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა დეკადების, სხვადასხვა კულტურული, სოციალური, პოლიტიკური მოვლენების შესახებ და ის ღია ყველასთვის, ოღონდ ამჯერად დამსწრის რანგში, ვისაც აინტერესებს ჩვენი უშუალო წარსული, რომლის ნიუანსების გარკვევასაც ამ ლექციათა ციკლის განმავლობაში შევეცდებით. ახლა კი ბევრ დროს აღარ წაგართმევთ და გადავცემ სიტყვას გიორგი მაისურაძეს. დიდი მადლობა სოსო. დიდი მადლობა მოგზაურობისათვის, მოგესალმებით. და დღეს როგორც უკვე სოსომ აღნიშნა და დაანონსა, ვისაუბრებთ სტალინზე, როგორც ფიგურაზე, როგორც საკულტო ფიგურაზე. ჩვენ
არ შევჩერდებით იმ ასპექტზე სტალინის საქმიანობის, რომელზეც ძალიან ხშირად არის ხოლმე ლაპარაკი, კერძოდ როგორც ტირანი, როგორც სისხლისმცემელი, როგორც პირიქით მეორე მხრივ კანდიდების ობიექტი და ასე შემდეგ. ანუ დადებითი და უარყოფითი მხარეები მისი არ გვაინტერესებს, ვისაუბრებთ კულტზე. კულტზე, რომელზეც იყო აგებული არა უბრალოდ გარკვეული მართლობის სისტემა, არამედ ახალი ტიპის პოლიტიკური იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის მატარებელი შემქმნელი და მატარებელი სახელმწიფო. ანუ ყოველთვის სტალინზე საუბრისას ისე ხდება, რომ წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე მისი უარყოფითი ან მისი მომხრეების მხრიდან დადებითი მხარეები, მაგრამ რასაც ნაკლები ყურადღება ეთმობა, ეს არის თავად კულტი და ამ კულტის ბუნება, მისი წარმოშობა და მისი არსი. ამიტომაც დავურთეთ ქვესათაურად საბჭოთა კავშირის პოლიტიკური იდეოლოგიის ერთი ასპექტი, პოლიტიკური თეოლოგიის მაბადეთ. და პოლიტიკური თეოლოგია არ არის პოლიტიკური თეორია მოგეხსენებათ, ეს არის გარკვეული პრინციპი, რომელსაც პოლიტიკა სახელმწიფოს სისტემის ლეგიტიმაცია ეფუძნება და ის საკუთარ თავს ავლენს რეპრეზენტაციაში. ანუ პოლიტიკური თეოლოგიის მთავარი ასპექტები არის ლეგიტიმაცია და რეპრეზენტაცია. ანუ ის როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. თქვა თუ განვიხილავთ ხელისუფლების ძალაუფლების სხვადასხვა თეორიებს, როგორც ყველაზე პოპულარული ალბათ მიშელ ფუკოს თეორია, მიშელ ფუკოს არ აინტერესებდა რეპრეზენტაცია, ან ნაკლებად აინტერესებდა, ის იკვლევდა რეალურ მექანიზმებს, ძალაუფლების რეალურ მექანიზმებს. დღეს ჩვენ არ გვაინტერესებს ძალაუფლების რეალური მექანიზმები, როგორ ახორციელებდა საბჭოთა სახელმწიფო ან სტალინი პირადად, რა ინტრიგებით ან გარკვეული მექანიზმების შექმნით თუ ტერორით და ასე შემდეგ საკუთარ ძალაუფლებას, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ იქმნებოდა ის იდეოლოგიური ფონი და ერთგვარი რელიგიური შეფერილობის იდეოლოგიური ფონი, რომლის ცენტრშიც იყო ამ პიროვნების კულტი და ამ იდეოლოგიური ფონის თუ პირდაპირ ვიხმაროთ კიდევ ეს ტერმინი პოლიტიკური თეოლოგიის მეშვეობით ხდებოდა მისი გამოსახვაც და მართვაც. აი ეს არის მთავარი ასპექტი. დავიწყებ პირველად აღნიშნავდი ორ მომენტს, ორი პატარა ციტატით შეგვიძლია დავიწყოთ. პირველი ეს არის 1928 წელს სტალინის 50 წლის იუბილეზე გაზეთ პრავდაში. სხვაჩვენს ამ დროს მას პირველად ეწოდა ბელადი, ანუ ვოჟდ რუსულად და იგი იყო მოხსენებული ასე სინ ვილიკი სინ როძინი, სამშობლოს დიდი შვილი. აქვე იყო განმარტებული, რომ მისი სამშობლო ეს არის საბჭოთა კავშირი. შეიძლება იყოს უცნაური, იმიტომ რომ სამშობლო თავისი ეტიმოლოგიითაც, სემანტიკითაც გულისხმობს წარმომავლობის წარმოშობის ადგილს. და ყველასთვის ცნობილი იყო და წარმოადგენდა საიდუმლოს ის, რომ სტალინი არის ქართველი. და ის თავისი ქართველობა არც დაუმალავს და ვერც დამალავდა, თქვათ, მისი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ამისი იყო მისი აქცენტი. და გარდა ამისა არის ძალიან ბევრი ჩვევა, რომელიც მას ჰქონდა, რომელიც მიანიშნებდა სწორედ მის ქართულ წარმომავლობაზე, მაგალითად ერთ-ერთ მის ჩვევად ასახელებენ იმას, რომ მას უყვარდა თამადის დანიშვნა სუფრაზე. და ეს წესი შემოიღო მან კრემლში, ის ყოველთვის ყველა სადილის დროს ნიშნავდა თამადას. ძირითადად ამ როლის შესრულება უწევდა კლიმენტი ვოროშილოვს, მის ძალიან დაახლოებულ პიროვნებას და საბჭოთა კავშირის მარშალს. ეხლა გადავიდეთ უფრო საინტერესო დეტალზე, რომელიც მიგვიყვანს იმ თემამდე, რასაც პოლიტიკური თეოლოგია ქვია და კერძოდ აი ეს მოდელი პოლიტიკური თეოლოგიისა, რომელიც ერნსტ კანტოროვიჩმა, დიდმა გერმანელმა ამერიკაში ემიგრირებულმა შემდგომში ისტორიკოსმა შექმნა. დავიწყებ ციტატი. სტალინის მოგეხსენებათ ყავდა 3 საკუთარი შვილი, უფროსი იაკობი და უმცროსები მეორე ცოლისგან სვეტლანა და ვასილი. გარდა ამისა, სტალინს ყავდა ნაშვილები, ასეთი ადამიანი არჭომ სერგეევი, რომელიც მან გაზარდა. აი სწორედ არჭომ სერგეევს ეკუთვნის ეს მოგონება. სტალინი ხშირად საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თავის უმცროს შვილ ვასილისთან, რომელმაც მისი სახელი სტალინი აიღო საკუთარ გვარად, მისი ფსევდონიმი. და მოიხსენებოდა როგორც ვასილი სტალინი. და ერთ-ერთი მორიგი კამათის თუ ჭუბის დროს სტალინმა მიაძახა ასეთი რამ. და წავიკითხავ რუსულად. Нет
и не Сталин, и я не Сталин. Сталин – это советская власть. Сталин – это тот Сталин, который в газетах и на портретах. Но это не ты и даже не я. Сталини ეს შენ არა ხარ. სტალინი მეც არა ვარ. სტალინი ეს არის საბჭოთა ხელისუფლება. სტალინი ეს არის სტალინი, რომელიც გაზეთებშია და რომელიც პორტრეტებზეა გამოსახული. მაგრამ ეს არც შენ ახარ და არც თვით მე. ხერა რას ნიშნავს, არა? საქმე გვაქვს ერთგვარ პარადოქსთან. პირველ რიგში შეგვიძლია პირველი ასოციაცია შეიძლება იყოს და არ იქნება ეს არასწორი ასოციაცია თუ თანდათანობით უკვე მივადგებით იმ ფონს, რაზეც გვექნება დღეს საუბარი, სახელი სტალინი, რომელიც აი ამ თუნდაც ამ ფრაზიდან გამომდინარე, ისე გამოიყურება, რომ ის არ თავსდება ერთ კონკრეტულ ადამიანში. ანუ მისი სახელი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ყველა ცოცხალი არსება. ყველა ადამიანი. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ და პარალელი გავავლოთ ნეგატიურ თეოლოგიასთან, ადრე ქრისტიანული ხანის ნეგატიურ თეოლოგიასთან, ეგრეთ წოდებულ ნეგატიურ თეოლოგიასთან, მისი შემქმნელი ფსევდო დიონისე არეოპაგელი, რომელიც აცხადებს, რომ ღმერთის სახელი დგას ყველა სახელზე მაღლა და ის არ შეიძლება დაყვანილი იქნას რომელიმე კონკრეტულ სახელამდე. აი სწორედ ეს არის აპოფათეის, ანუ ნეგატიური თეოლოგიის არსი. თუ მას ჩვენ მოვათავსებთ ერთ კონკრეტულ სახელში, დავიყვანთ ერთ რაღაცა კონკრეტულ არსებამდე, ის არათანაზომადი იქნება და ვერ მოთავსდება მაშინ და მაშინ ჩვენ ვამახინჯებთ მის ყოვლის მომცველობას და მიუწვდომლობას. ის არ ექვემდებარება არანაირ რედუცირებას და დაყვანას რაღაც ერთ კონკრეტულ ადამიანამდე, არსებამდე თუ სახელამდე. ესა ამავე დროს როგორც თითო სტალინი განმარტავს საბჭოთა ხელისუფლების სახელი. მისი მმართველი ძალა და ამავე დროს მისი რეპრეზენტანტი. რას ნიშნავს რა მომენტი, რა ნიუანსი არის იმასთან დაკავშირებით, ჩვენ ხშირად გაგვიგია ის ამბავი, რომ სტალინი არ გამოდის ხალხში, ეს მიეკუთვნება იმ ტიპის ხელისუფლებს, რომლებსაც არ უყვართ ხალხთან სიახლოვე. ის ძალიან იშვიათად აჩვენებს თავს და აჩვენებს ის დისტანციიდან ძირითადად პარადების დროს, როდესაც ლენინის მავზოლეუმზე დგას და ხელით ესალმება ხალხს. ეს საბჭოთა სპექტაკლის ერთ-ერთი ნაწილი არის. ამას სხვადასხვაგვარი ახსნას უძებნიან, მაგალითად ის რომ ის იყო ვთქვათ ზოგიერთის ვთქვათ ანტისტალინურად განწყობილებისგან არის რომ ის ფშიშარა ადამიანი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. რატომ არ ჩანს? ჩვენ აქ შეგვიძლია დავინახოთ სულ სხვა რამ. არსებობს სურათები, ძირითადად ესეც ნიუანსი არის სტალინის კულტის, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი, ის ჩდება ნახატების სახით ან ფილმებში ჩდება. და ამ მის პორტრეტებში, ნახატებში თუ ფილმებში, აი მაგალითად ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომ გავიხსენოთ მიხეილ ჭიაურელის ბერლინის დაცემა, მახინჯდება შეგნებულად ისტორია. ჩვენ ვიცით რომ სტალინი არასდროს არ ყოფილა ბერლინში, მაგრამ ფილმის ფინალში და ეს არის სტალინის სიცოცხლეში გადაღებული, სტალინი ჩაფრინდება ბერლინში, ახლად გათავისუფლებულ დაკავებულ ბერლინში და გამოეცხადება ის ხალხს. ეს არის რა თქმა უნდა ისტორიის თუ რეალური ისტორიიდან გამომდინარე შეხედათ ისტორიის უხეში გაყალბება. მაგრამ აბსოლუტურად მისაღები და გამართლებული თუ მას ჩვენ შევხედათ სხვა პერსპექტივიდან, კერძოდ იმ პერსპექტივიდან, რომელსაც უწოდებთ პოლიტიკურ თეოლოგიას. ამ თვალსაზრისით პოლიტიკური თეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რაც უკვე ვახსენეთ, ეს არის ძალაუფლების რეპრეზენტაცია გამოსახულებების პორტრეტების სახით, რომელიც არ არის აუცილებელი რომ ასახავდეს რეალობას. ანუ აქ რეალური ფაქტები და რეალური ისტორია არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. ეს რა თქმა უნდა ეს მოდელი არის ძალიან ქრისტიანული და სათავეს იღებს ქრისტიანული ხატწერიდან. ქრისტიანულ ხატწერაში და ქრისტიანულ იკონოგრაფიაში მისი ობიექტი არ არის რეალობა. ეს არის სხვა რეალობის შექმნა, რომელიც არ არის შესატყვისი და ადეკვატური კონკრეტული ფიზიკური რეალობისა. ეხლა კიდევ უფრო გასაგები რომ გახდეს, რაზე გვაქვს საუბარი, შემოვიტანოთ ის ცნება, რომელიც თავისი აი ყველაზე გახმაურებული მონოგრაფიის სათაურად აიღო ერნსტ კანტოროვიჩმა. ეს არის მან ის უკვე სიცოცხლის ბოლოს ამერიკაში ემიგრაციის დროს დაწერა და მას ეწოდება The King's Two Bodies.
მეფის ორი სხეული. რას ნიშნავს მეფის ორი სხეული? ეს არ არის არც რაღაცა მეტაფორა, არც არის რაღაცა პოეტური ფანტაზია, ეს არის სხვათა შორის იურისტების მიერ შექმნილი დებულება, კერძოდ ინგლისში, გვიანი შუა საუკუნეების ინგლისში, დედოფალ ელისაბედ პირველის მმართველობის დროს. კარის იურისტებმა შექმნეს ასეთი მოძღვრება ინგლისში, რომ მეფეს აქვს ორი სხეული. ამ ორ სხეულს ეწოდება ერთი სხეული არის body natural, ანუ ბუნებრივი სხეული და მეორე სხეული არის body politic. ეს body politic პოლიტიკური სხეული და არსებობს ამ ორ სხეულს შორის განსხვავება. რაოდენ მისტიკურადაც უნდა ჟღერდეს და თავისთავად ეს რა თქმა უნდა არის მისტიკის სფეროს მიეკუთვნება და არა იურისპრუდენციის, მაგრამ ეს არის იურისტების მიერ შედგენილი საკანონმდებლო აქტი. სხვათა შორის, რომელიც დღემდე არ გაუქმებულა და დღესაც ამას სერიოზულად არავინ არ აღიქვამს, მაგრამ თქვა იგივე მოქმედ დედოფალ ელისაბედ მეორესაც აქვს ორი სხეული ამ კონცეფციის, ამ იურიდიული დოკუმენტის თანახმად. და არის უამრავი კურიოზული ფაქტები ბრიტანეთის ისტორიიდან, როდესაც თქვათ ერთ-ერთ მეფეს, კერძოდ ჯორჯ მესამეს სურდა გაეყიდა საკუთარი მიწის ნაკვეთები, ერთ-ერთი საკუთარი მიწის ნაკვეთი და პარლამენტი თვეების განმავლობაში განიხილავდა ამ საკითხს, რომელი სხეული ყიდის, მისი ბიოლოგიური სხეული, ანუ ბუნებრივი სხეული, თუ მისი პოლიტიკური სხეული. ეს იმდენად სერიოზულად იყო აღქმული გვიან შუა საუკუნეების ბრიტანეთში, ინგლისში, რომ საჭირო იყო პარლამენტის გადაწყვეტილება და პარლამენტი ძალიან და ინგლისელები ძალიან პედანტები არიან კანონმდებლობასთან მიმართებაში და უნდა მოსულიყო შესატყვისობაში. და რამდენადაც დიდი ხნის განმავლობაში იურისტები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რომელი სხეულის მიეწერება მეფის კერძო ფლობელობაში ყოფი ნაკვეთის გაკითხვა, შეფერხებული იყო და მეფე ვერ ახერხებდა საკუთარი ტერიტორიების, საკუთარი მიწის ნაკვეთის გაკითხვას. ეს ესეთი კურიოზული მოვლენა. ეხლა ნახოთ, როგორ განმარტავს კანტოროვიჩი ამ ფენომენს. ანუ კიდევ ვიმეორებ, ეს აღებული არის კონკრეტულად იურიდიული საკანონმდებლო აქტებიდან. კანტოროვიჩმა ეს მოდელი გამოიყენა იმის აღსაწერად, რომ მეფის ორი სხეულის შესახებ წარმოდგენა არ არის კერძო და ლოკალურად ინგლისური ბრიტანული მოვლენა, არამედ მას აქვს ძალიან ღრმა ფესვები და კონკრეტულად უკავშირდება ის ძალაუფლების რეპრეზენტაციას და პოლიტიკურ თეოლოგიას. შეიძლება ითქვას, რომ კანტოროვიჩის თანახმად წარმოდგენა მეფის ორი სხეულის ან ხელისუფლის ორი სხეულის შესახებ, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რაზეც არის პოლიტიკური თეოლოგია დაფუძნებული. რა არის პოლიტიკური თეოლოგია? ის ძალიან მარტივად და ერთ წინადადებაში რომ შევძლოთ განმარტება მისი, ეს არის შესატყვისობა, ძალაუფლების ლეგიტიმაცია საჭიროებს იმას, რომ არსებობდეს შესატყვისობის პრინციპი. ანუ მიწიერ ხელისუფალს შეესაბამებოდეს ზეციური ხელისუფლება. ანუ მიწიერი ხელისუფალი არის წარმომადგენელი რეპრეზენტანტი ზეციური ხელისუფლებისა და მათ შორის არის აბსოლუტური შესატყვისობა. ერთი ერთზე, სხვა შორის ეს აზრი პირველად ჩნდება არისტოტელესთან მეტაფიზიკის მე-12 წიგნში შეგვიძლია ვნახოთ, ერთს ზეცაში შეესატყვისება ერთი მიწაზე. ეს შემდგომში უკვე ვითარდება და თავის პირველ გაფორმებას იღებს ქრისტიანობაში, იწყება პავლე მოციქულის რომაელთა ეპისტოლიდან მოყოლებული და შემდგომში მთელი ქრისტიანული შუა საუკუნეები არის დაფუძნებული იმაზე, შესატყვისობის პრინციპზე. ზეციურ ტრანსცენდენტულ ძალას შეესაბამება, შეესატყვისება მიწაზე არსებული ხელისუფლება. ის არის მისი წარმომადგენელი. ბიზანტიის იმპერიაში უკვე მიდის ეს ისეთ წარმოდგენამდე და ზოგადად ეს ქრისტიანული სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი, რომ იმპერატორი, კეისარი არის ღმერთის ანალოგი მიწაზე. და შესაბამისად, დაფუძნებული თქვა რომაელთა მიმართ ეპისტოლის პავლე მოციქულისას, მის წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ღმერთის წინააღმდეგ სვლას. თუ ხელისუფლებას უპირისპირდები, მაშინ უპირისპირდები ღმერთს. დღეს შეგვიძლია ეს ქართულ კონტექსტში, დღევანდელ ქართულ კონტექსტშიც დავინახოთ, მე მგონი დღეს პრესკონფერენციას უყურებდით და წამოსვლის წინ დაახლოებით ასეთი ის იყო ის, ვინც უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, ის უპირისპირდება საქართველოს. პრემიერ-მინისტრმა განვიცხადა დაახლოებით ეს არაერჩევა. შესაბამისად ეხლა გარნიშნავს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კანტოროვიჩი აქვს შესწავლილი, ეს არის ზოგადი მოდელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის რაღაც არქეტიპული მოდელი, პარადიგმატული მოდელი, რომელიც ჩვენი ცოდნისგან დამოუკიდებლადაც კი მოქმედებს და ამდენად ის არის უნივერსალური მოდელი.
ეხლა როგორ განმარტავს ამას კანტოროვიჩი. გითხრათ ციტატას, მეფეს აქვს ორი სხეული, კერძოდ ბუნებრივი body natural და პოლიტიკური body politics. მისი ბუნებრივი სხეული მნახველთათვის არის მოკვდავი სხეული, რომელიც მოწყვლადია. თავისი ბუნებრიობიდან გამომდინარე ექვემდებარება დაზიანებას, ადრეული ბავშვობის ტრამვებს ან სიბერეს და სხვა ნაკლოვანებებს. ანუ ყველაფერს, რაც სხვა ადამიანების ბუნებრივ სხეულებზეც აისახება. ამის საწინააღმდეგოდ პოლიტიკური სხეული ეს არის ისეთი სხეული, რომლის ნახვა ან რომელთან შეხება შეუძლებელია. ის შედგება პოლიტიკისა და მმართველობისაგან. ისაა ხალხის მართვის და საზოგადო სიკეთისათვის განკუთვნილი. ეს სხეული სრულიად თავისუფალია ბავშვობისა და სიბერისაგან. ასევე ყველა სახის ნაკლისა და სისუსტისგან, რაც ბუნებრივი სხეულისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომაც შეუძლებელი ის, რასაც მეფე თავისი ბუნებრივი სხეულით აკეთებს, შეუძლებელია ამ სხეულის დეფექტებმა გავლენა იქონიონ მასზე, ანუ მისი პოლიტიკური სხეულის ნამოქმედაზე. შესაბამისად, თუ მეფე თქვათ რაღაცას თქვათ წამოვიდგინოთ რიჩარდ მესამე, ცნობილი არის რომ ის არის ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანი, მაგრამ მისი ფიზიკური ნაკლი არ გადაეცემა მის პოლიტიკას. რამდენადაც ის ამ შემთხვევაში მართავს არა მისი ფიზიკური სხეული, არამედ მისი უკვდავი პოლიტიკური სხეული. და იქ არ არსებობს შეცდომა. ყველაფერი რაც მოდის ხელისუფლებისგან, ძალაუფლების მატარებლისგან, მეფისგან, არის სწორი და საყოველთაო სიკეთისთვის განკუთვნილი და სიკეთისკენ მიმართული. ახლა შემოდის კიდევ ერთი ნიუანსი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი საბჭოთა იდეოლოგიისათვის, რომელიც ჩამოყალიბებას იწყებს 20-იან წლებში. კერძოდ, როდესაც საბჭოთა კავშირი იქმნება, მემკვიდრეობად იღებს საბჭოთა ხელისუფლება რუსეთის იმპერიას, არა? რუსეთის იმპერიის ნაშთებს, სადაც არსებობს ერთი რუსეთი, რუსი ხალხი, რომელიც ჩაგრავს სხვა ხალხებს. ეს აზრი ეკუთვნის ლენინს, რომ რადგანაც რუსები ჩაგრავდნენ იმპერიის დროს, ჩაგრავდნენ სხვებს, ჩვენ უნდა გავარჩიოთ ლენინის აზრით ჩაგვრელი ნაციონალიზმი, ჩაგრულთა ნაციონალიზმისაგან და რუსები იყვნენ ჩაგვრელები, ამიტომ ახალ სისტემაში, ანუ საბჭოთა სისტემაში არაფერი ცუდი არ არის, იმაში თუ რუსები დაიჩაგრებიან. რათა მათ პასუხი აღგონ იმაზე, რაც იმპერიის მმართველობის დროს ჩაიდინეს. ამავე დროს საბჭოთა კავშირი იღებს მემკვიდრეობით აი უამრავ ეთნიკურ ჯგუფს და ხალხს და გადაწყვეტს, რომ მათ ყველას შეუქმნას თავისი ნაციონალობა და ნაციონალური იდენტობა. ზუსტად იმ განსაზღვრებებით, რომელიც სხვათა შორის ამ დროს ჯერ კიდევ ეროვნულ საქმეთა კომისარმა იოსებ სტალინმა შეადგინა თავის ადრეულ ნაშრომში 1913 წლის ნაშრომში, რომელსაც ჰქვია მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი. აქ არის 5 ნიშან-თვისებაზე ლაპარაკი და სწორედ აი ამ 5 ნიშან-თვისებაზე აგებული და საბჭოთა ხელისუფლება რთავს აი ამ პროცესში, ნაციების შექმნის პროცესში, ეროვნებების შექმნის პროცესში ეთნოგრაფებს და ენათმეცნიერებს და ამოსავალი პრინციპი აქვს ასეთი, რომ ყველა ადამიანს აქვს ეროვნული თვითშეგნება. და შესაბამისად, რადგან თუ ვთქვათ ჩვენ ქართველი, ვიღაც არის ჩეჩენი ან ინგუში ან ბუშმენი, ყველას უნდა ქონდეს საკუთარი ისტორია, ენა, ლიტერატურა, დამწერლობა და ასე შემდეგ. და ხდება ამ ყველაფრის ხელოვნურად გამოგონება. ამიტომაც უწოდებენ ფორსირებულ ნაციონალიზაციას, როგორც ფორსირებული მოდერნიზაცია საბჭოთა ხალხების, არა? და შესაბამისად, ახლა ვხედავთ ერთ რაღაცას, ერთ პირველ პარადოქსს, რაც სულ დასაწყისში ვთქვით. სტალინი არის ადამიანი, რომლის სამშობლო არის არა კონკრეტული ქვეყანა, ოფიციალური რეპრეზენტაციის დონეზე, არამედ საბჭოთა კავშირი. ანუ სტალინი ოფიციალური რეპრეზენტაციის დონეზე, როგორც ბელადი 1928 წლიდან ის ატარებს ბელადის ტიტულს, არ შეიძლება გაიგივდეს ერთ რომელიმე ნაციონალობასთან და იყოს ამ ნაციონალობის წარმომადგენელი. ანუ ის არის გამონაკლისი ადამიანი, რომელიც ყველაზე მაღლა დგას ყველა სხვა დანარჩენ ადამიანზე. შესაბამისად, ეს პრინციპი იმის, რომ ნაციონალური იდენტობა უნდა ქონდეს, მასზე არ ვრცელდება. რაც შეეხება მის ეხლა ამდენად გავყოთ ეს ორი სფერო ერთმანეთისგან, თავიდან ვეცდები ვისაუბრო სტალინზე როგორც მის პოლიტიკურ სხეულზე და რაში და როგორ ფორმდება ეს მისი პოლიტიკური სხეული,
მისი უკვდავი სხეული და რა განსხვავება მის ფიზიკურ ბუნებრივ სხეულთან. და შესაბამისად სად თავსდება მისი ბუნებრივი სხეული. კიდევ ერთ ნიუანსს ვიტყვი, რატომ იხატება, რატომ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ გამოხატული სახეები, ნახატები, ფერწერული სახეები სტალინის. არის ეგეთი ვიცით რომ მას ჰქონდა ბავშვობაში ჩუტყვავილა გადატანილი და კანი იყო მისი დაჭმული კანი ჰქონდა. ამის გამოსახვა არის სასტიკად აკრძალული, მაგრამ ამით არ სტალინი არ არის ორიგინალური, მის ვთქვათ, ხა თუ გავიხსენებთ პოლიტიკური რეპრეზენტაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდოსტაც რომის იმპერატორს, პირველ იმპერატორს ოქტავიანე ავგუსტუსს, ის საკმაოდ მოხუცი გარდაიცვალა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მისი გამოსახვა შეიძლებოდა მხოლოდ როგორც ახალგაზრდის. უკვე ვთქვათ 60 წელს გადაცილებული ავგუსტუსიც გამოისახებოდა როგორც ჭაბუკი. და დისკუსია არ შეიძლებოდა მისი რეალური სხეულის დანაოჭებულის გამოსახვა. ანუ ეს მომენტი ისევ და ისევ ვიმეორებ არ არის ახალი. ეხლა დავუბრუნდეთ პირველ რიგში განვიხილოთ ჯერ სტალინის უკვდავი სხეული. უკვდავი სხეული, რომელიც სათავეს, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკური კულტი თუ ჩავეძიებით საიდან იღებს სათავეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვალშისაცემი არის მისი წინამორბედი, ლენინის კულტი. აქვე მინდა ხაზი გაესვას იმას, რომ არასწორი იქნება იმისი წარმოდგენა, რომ გაგვიგია ეგეთი რაღაცა, რომ ლენინის კულტი, ან ვინც არ ვიცით ხოლმე, ხშირად ვაიგივებთ, რომ ლენინმა შექმნა საკუთარი თავის კულტი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ლენინი სხვათა შორის გამოირჩეოდა თავისი თავდაბლობით და ვერ იტანდა იმას, რომ მის პორტრეტს ან მის ფიგურას გამოსახავდნენ როგორც საკულტო ობიექტს. ლენინის სიცოცხლეშივე იყო გაჩენილი რამდენიმე პანეგირიკი მის შესახებ, ლექსები ან რაღაც გამადიდებელი ლექსები, მაგრამ ლენინი არ აძლევდა უფლებას, რომ ეს გასულიყო რაღაც ესეთი იდეოლოგიური ან რეპრეზენტაციის დონეზე. არც მისი ძეგლები არ არსებობდა. ლენინის კულტი იქმნება მის გარდაცვალებასთან ერთად. და კიდევ არსებობს მოსაზრება საკმაოდ გავრცელებული, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს ლენინის კულტი შექმნა სტალინმა. ეს უბრალოდ ფაქტობრივი შეცდომა არის. ლენინის კულტი ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ იქმნება სპონტანურად. გარდა იმისა, რომ ლენინი არ იგრძალება, რაშიც ასევე ხშირად გავიგონებთ ხოლმე რაღაცა ცინიკურ გამონათქვამებს და მარხავი მკვდარი და ასე შემდეგ. რეალურად ბოლო ქართველებმა როგორც 95% მართლმადიდებელმა უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანული ტრადიცია არის წმინდანის არ დაკრძალვა, ან ადამიანის წმინდანად შერაცხილი ადამიანის ამოთხრა, ექსჰუმაცია და მისი ზემოთ ეს სხვა არ ამარტო მართლმადიდებლობაშია, ზუსტად ასევე კათოლიციზმში. წმინდანად რო ირაცხება ვიღაცა, მას ამოთხრიან და მისი სხეული იდება ზემოთ. ანუ ჩვენც ახლა წელს თებერვალში იყო თუ როდეს იყო მარტში, თვითონ გავხდით ამის მომსწრეები, როდესაც წმინდანად შერაცხული ადამიანი ამოთხარეს და დიდხანს დაატარებდნენ იქით აქეთ. ბოლოს იყო დასვენებული სამების ტაძარში. ანუ ეს არის ქრისტიანული წარმომავლობის. და როდესაც გადაწყდა თავდაპირველად ის მავზოლეუმი ხისგან, რომელიც აშენდა, იყო იმის გამო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საბჭოთა მოქალაქე სურდა ლენინთან გამომშვიდობება, მისი ნახვა, მის დაკრძალვაზე ჩამოსვლა და ფიზიკურად არ იყო შესაძლებელი, იმის გამო, რომ ეს უზარმაზარი სახელმწიფოა და ქვეყანაა და დიდი დრო დაჭირდებოდა. ამიტომ მოხდა ლენინის დაბალზამება და დასვენება მავზოლეუმში. შემდგომში გადაწყვეტილება მიიღეს, რომ საერთოდ აღარ დაეკრძალა და ყოფილიყო მუდმივად დასვენებული ზემოდან. რაზეც პირველი პროტესტი გამოთქვა ლენინის ქვრივმა ნადეჟდა კრუპსკაიამ და მხარი დაუჭირა მას შემდგომში საბჭოთა კავშირის მარშალმა კლიმენტი ვოროშილოვმა. ისინი აღნიშნავდნენ იმას, რომ ეს არის ქრისტიანული რიტუალი და რად გვინდა, რატო ვაწმინდანებთ, ეს არის წმინდანად შერაცხვის რიტუალი და რატომ არ ვგრძალავთ ლენინს. ანუ ჩვენ ვიმეორებთ იმ ტრადიციას, რომელსაც გავემიჯნეთ. სხვათა შორის საბჭოთა ხელისუფლების სათავეში ყოფთაგან ტროცკი, რომელიც თვითონ არ არის ქრისტიანული წარმოშობის, ისიც კი ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დააკავშირა ლენინის არ დაკრძალვა სწორედ მართლმადიდებლურ ტრადიციასთან და მართლმადიდებლურ წმინდანად შერაცხვის რიტუალთან.
და არ ყოფილა ეს პროტესტით, უბრალოდ რაღაც ესეთი ირონიული ის იყო, რომ დავფრით, ეხლა ჩვენ წმინდანი გვეყოლება ლენინის სახით. ანუ ამით ის თქმა მინდოდა, რომ ლენინის კულტი არ შეუქმნია სტალინს. სტალინმა სხვანაირად რამ შექმნა, სტალინმა შექმნა ლენინიზმი, ეს მის თხზულებაში ვაპროსი ლენინიზმის საკითხები, უკვე პირდაპირ იდეოლოგიურ ფორმულად იქნა ჩამოყალიბებული და რა თქმა უნდა გამოიყენა ეს საკუთარი კულტის შესაქმნელად და სწორედ ლენინის კულტზე საკუთარი კულტის დაფუძნებისათვის. ლენინი გარდაცვლილი ლენინი შეირაცხა ბელადად. ბელადად მას უკვე სიცოცხლეშივე მოიხსენიებენ, კიდევ ვიმეორებ ეს ძალიან ხშირად იყო ლენინის ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ბელადად შერაცხვა ნიშნავდა მის გამიჯვნას ყველა დანარჩენისაგან. როდესაც არის სტალინის კულტზე და ამავე იგივე ლენინის კულტზე ლაპარაკი, რამ მოამზადა ასეთი ტიპის კულტის გაჩენა. პირველი, რაც თვალში გვეცემა, საერთოდ ზოგადად ასეთი ადამიანის კულტების შექმნა, თუ არ ჩავთვლით წმინდანთა კულტებს, რომელიდანაც პირდაპირ მომდინარეობს ეს ახალი კულტი, ჩნდება მე-19 საუკუნეში. და ეს მოტანილი არის პირველ რიგში საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, როდესაც ჯერ კიდევ ყოფინელებენ უკვე მე-18 საუკუნის ბოლოა, 1793 წელს შექმნეს პარიზის პანთეონი და იქ დაიწყეს აი დიდი პიროვნებების დიდი კაცების, როგორც ერქვათ, დაკრძალვა, თუმცა იქ მარტო მამაკაცები არ გულისხმობდნენ. მაგალითად მარია კიურიც პანთეონში არის დაკრძალული და ასე ჩნდება ახალი ტიპის ფიგურა, ეს არ არის წმინდანი, თუ კი აქამდე არსებობდა ხელისუფალის ან წმინდანის კულტი, ჩნდება დიდი ადამიანის კულტი. ეს მე-19 საუკუნის მოვლენა, რომელიც ასევე ფართოდ გავრცელდა რუსეთში და სხვა შორის ყველაზე მეტად ეს იყო ორი ტიპის კულტები მე-19 საუკუნის რუსეთში, ეს იყო მეფის კულტი, რუსეთის იმპერატორის კულტი და მეორე ეს არის პოეტების კულტი. უშუალოდ უკავშირდება პუშკინის დაკრძალვას და შემდგომში ეს ტრადიცია გრძელდება საბჭოთა კავშირშიც. მაგრამ ამავე დროს ხდება ჩანაცვლება. 1918 წელს ეს ჩანაცვლების თარიღად შეგვიძლია ავიღოთ, ლენინის ბრძანებით ჩამოიხსნა მეფეების ძეგლები, ან მეფის მოხელეების ძეგლები და მათ ადგილას დაიდგა რევოლუციონერების ძეგლები. ეს იყო რობესპიერიდან მარქსის და ენგელსის ჩათვლით ყველა ცნობილი რევოლუციონერის ძეგლი, რომელიც დაიდგა და დაიდგა ძალიან ხშირად იმ ადგილებში, სადაც მეფეების ან მათი დიდი მოხელეების ძეგლები იდგა. გენერლების ან რაღაც წამყვანი პოლიტიკური ფიგურების. ან მოხდა პირდაპირი ჩანაცვლება მათი. საბჭოთა კავშირში ნელ-ნელა უკვე 20-იან წლებში ჩნდება ახალი ტიპის სწორედ აი საბჭოთა გმირის კულტი. ეს შეიძლება იყოს მუშა, შეიძლება იყოს ჯარისკაცი, სამოქალაქო ომის ჯარისკაცი, ჩაპაევი როგორც არის, ეს ყველაზე ცნობილი საკულტო ფიგურა და ემატება თანდათანობით ისევ და ისევ პოეტების და ხელოვანების კულტი. ნუ რა თქმა უნდა და ეს უკვე არის უშუალოდ სტალინის ნამოქმედარი. ანუ იქმნება ფონი, ჰეროიკული ფონი, საკულტო ფონი, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ არსებობდეს ასეთი მთავარი საკულტო ფიგურაც. ეხლა დავაკვირდეთ, მივყვეთ როგორ ხდება მთავარი საკულტო ფიგურის ჩამოყალიბება. ნუ ეხლა კიდევ ერთ იმას გავიხსენებდი, სტალინის ძალაუფლების რეპრეზენტაციაზე და მის საკულტო ფიგურაზე, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნი არის გერმანელი ისტორიკოსის იან პლამპერის ქვია ძალაუფლების ალქიმია. სწორედ ვიზუალურ ასპექტებზე აქვს მთელი აქცენტი გადატანილი, ეს წიგნი არის რუსულ ენაზეც თარგმნილი, არის ინგლისურად გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი ამდენად არ უნდა იყოს რთული მისი ჩაგდება ხელში, ძალიან საინტერესო ნამუშევარი არის. იან პლამპერის მიხედვით სტალინის კულტის სათავეს მისი ესეთი ინტერპრეტაცია არის, რომ საფუძველი არის თუ მთელ პროცესს დავაკვირდებით, ეს არის განმანათლებლობის და სეკულარიზაციის პროდუქტი და ღმერთი სიკვდილის იდეის. როდესაც ღმერთი სიკვდილი ცხადდება, ნუ ეს ვთქვათ, შეგვიძლია განვიხილოთ ეს ცხადდება ეხლა ესეთი ნათქვამია, მაგრამ ეს მოვლენა ფენომენის არ არის მხოლოდ ნიცშე და არ არის კონკრეტული ის პიროვნებები, ვინც ეს ამის არტიკულაცია მოახდინეს. მე-19 საუკუნეში სეკულარიზაცია გულისხმობს ტრანსცენდენტულის გათავისუფლებას, მაგრამ ეს გათავისუფლებული არ გამქრალა და ჩამოვიდა დაეშვა მიწაზე. ანუ როგორც პლამპერი ამბობს, აურა, ღვთაებრივი აურა გადმოვიდა საზოგადოებრივ ღვთაებრივიდან, ციდან დაეშვა მიწაზე და
ეს თვითონ აურა და ეს ენერგიები მოედო საზოგადოებას თვითონ და შესაბამისად ამან დათესა წარმოშვა ახალი ადამიანების კულტები. ძალიან საინტერესო არის კიდევ ერთი მომენტი, აი როგორ ხდება მექანიზმი თვითონ სტალინის ლენინთან დაკავშირება. ნუ გარდა იმისა, რომ როდესაც სტალინი შეირაცხა, გამოცხადა ბელადად, ის გაუთანაბრდა უკვე ლენინს. მაგრამ ამავე დროს სტალინი, აი გავითვალისწინოთ ეს პლამპერის ეს დებულება, იმიტომ მოვიტანე ეს მოსაზრება. ჩვენ თითქოს პარადოქსია, როდესაც პოლიტიკურ თეოლოგიაზე ვლაპარაკობ და მაგალითად მოგვაქვს საბჭოთა კავშირი, ანუ ოფიციალურად ათეისტური სახელმწიფო. მაგრამ არანაირი წინააღმდეგობა ამაში არ არის, იმიტომ რომ სეკულარიზაცია არ გულისხმობს ტრანსცენდენტულის გაქრობას, არამედ გულისხმობს მის დამიწებას და გადმოტანას, აი აურის გადმოტანას მიწიერ სფეროში, ანუ საზოგადოებრივ სფეროში, პოლიტიკურ სფეროში, კულტურის სფეროში, ტრანსცენდენტულის მოხსნის მეშვეობით. სხვათა შორის პოლიტიკური თეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თეორეტიკოსიც მე-20 საუკუნის, ვის სახელთანაც ხშირად ასოცირდება ეს ტერმინი, კარლ შმიდტიც მიუთითებდა იმას, რომ ყველა სამართლებრივი ტერმინი ეს არის სეკულარიზებული თეოლოგიური ტერმინები და ფაქტობრივად თვითონ იურისტი აცხადებს, რომ იურისტები ესენი არიან თანამედროვეობის მღვდლები, სამღვდელოება არის, სეკულარიზებული სამღვდელოება არის და ნუ დღევანდელ დღეს მღვდელი ეს არის იურისტი. ეს ჩემი რეპლიკა იმათთვის იურისტებისათვის. ხო, სტალინის დაკავშირება ლენინთან. ეს არის მთელი რიგი ფორმულები და ეპითეტები. სტალინი ჩვენი დროის ლენინი. სტალინი ლენინიზმის მასწავლებელი და ბელადი. ეხლა გათანაბრებიდან სტალინი არ კმაყოფილდება, რომ მარტო გათანაბრება მოხდეს მისი ლენინთან. სტალინი ლენინს იყენებს ზუსტად იმ ტიპის შესატყვის, შეგვიძლია დავინახოთ ეს სქემა, ეს უკვე რა თქმა უნდა სპეკულაცია არის, ანუ რა თქმა უნდა ეს არის მსჯელობის საგანი, რაზეც არის აგებული, თქვათ, ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგია, თქვათ, თუ კი არის მეფე ან იმპერატორი, სუვერენი, შესატყვისი რომელიღაცა ტრანსცენდენტული ძალის, ამ შემთხვევაში ეს ტრანსცენდენტული ძალა საბჭოთა პოლიტიკურ თეოლოგიაში არის ლენინი. რომელსაც ეფუძნება სტალინი, ანუ სტალინი საკუთარ ლეგიტიმაციას, საკუთარი კულტის ლეგიტიმაციას ახდენს ლენინის კულტის მეშვეობით. ამიტომ ის უკავშირებს ყოველთვის საკუთარ თავს ლენინს, ლენინი, სტალინი ჩვენი დროის ლენინი და ასე შემდეგ. როგორიც იყო ლენინი, ეს ცნობილი გამოსვლები YouTube-ზე შეგვიძლია ვნახოთ, ეს ყოველთვის საკუთარი თავის დაკავშირებას თვითონ ახორციელებს ლენინთან. 30-იან წლებში სტალინის აი ძალიან ნიშანდობლივი არის ჩვენ ხშირად ქონია ამაზე საუბარი. ეს უკავშირდება სტალინის აღზევება, ხშირად უწოდებენ ესეთი ტერმინიც კი არის საბჭოთა სოვიეტოლოგებში თუ საბჭოთა კავშირის ისტორიის კვლევრებში მეორე რევოლუცია, რომელიც ხორციელდება სტალინის დროს. ანუ არა ოქტომბრის რევოლუცია, არამედ მეორე რევოლუცია, რომელიც თვისობრივად ახალ სახელმწიფოს წარმოქმნის ახალი იდეოლოგიით, უზარმაზარი ჩანაცვლებებით და ცვლილებებით. ეს არის სტალინის კულტის დამსგავსება მონარქიის კულტთან. და სხვათა შორის ესეც პირდაპირ კავშირში ქრისტიანულ პოლიტიკურ თეოლოგიასთან თავისი კიდევ უფრო ძველი ანტიკური ძირებით. ეხლა რა იგულისხმება? სტალინი პირველი ეპითეტი, ახალი ეპითეტი, რომელიც 30-იან წლებში ჩნდება, ეს არის სტალინი როგორც მზე. ეხლა რამდენიმე მაგალითს წავიკითხავ 30-იანი წლების სტალინის მეტაფორები. სტალინი ჩვენი მზე, სალამი მზეო, სალამი სტალინი. სტალინი ჩვენი ოქროს მზე. ეხლა ეს სრულიად გენიალური. როგორც დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, ასე ბრუნავს საბჭოთა კავშირი სტალინის გარშემო. ეხლა პლამპერს აქვს ესეთი მოსაზრება გამოთქმული, რატო აიღო სტალინმა ეს მზის მეტაფორა. სტალინი კითხულობდა ერთ-ერთ ის მაინც ისტორიკოსია და ეს ზუსტ ფაქტებს ეყრდნობა. სტალინი კითხულობდა წიგნს ნაპოლეონზე და იქ ესეთი აზრი იყო გამოთქმული, რომ ნაპოლეონი რომ მორწმუნე ყოფილიყო, ერთადერთი რელიგია, რომელსაც ის გამოაცხადებდა თავის რელიგიათან მიიღებდა, ეს იქნებოდა მზის რელიგია. რამდენადაც მზე არის გამანაყოფიერებელი ძალა და შესაბამისად ზემოდან დაცხერის და მზის საკმაოდ ფიზიკალური
მეტაფორა. ეს იან პლამპერის აზრია. საინტერესო იმას ეყრდნობა, რომ სტალინმა გაუშვა წითელი ფანქრით ხაზი ამას და თქვა, მიაწერა ხარაშო, კარგია. მოეწონა მას. მოეწონა ეს იდეა. შემდგომში უკვე როდესაც ჩდება ეს მთელი სერია, მასიური სერია სტალინის მზესთან გაიგივების და უამრავი ლექსი არსებობს ამაზე. ეს არის ფაქტობრივად ესეთი სოლარული ჰიმნები, როგორც ძველი ჰიმნები მზის ღვთაებისადმი დაახლოებით იმავე შინაარსის და სტრუქტურის, მაგრამ მე მგონია აქ კიდე სხვა უფრო საინტერესო ძირები შეგვიძლია მოვძებნოთ, კერძოდ ეს არის გასაღები ჩვენ უნდა იყოს, ჩემი აზრით, გენეალოგიურად შევხედოთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ლუდოვიკო მე-14 საფრანგეთის მეფე, რომელმაც საკუთარ თავს მზის მეფე უწოდა და საკუთარ თავს გამოასახვინებდა როგორც აპოლონი, ანუ მზის განსახიერება და ადარებდა საკუთარ თავს აპოლონს. და მისი იკონოგრაფიაც ასეთი იყო აპოლონური ამ მზის გამოსახულებით. უფრო საინტერესო მგონია, როგორც საწყისი ამ ყველაფრისა, კონსტანტინე პირველი, რომის იმპერატორი, პირველი ქრისტიანი იმპერატორი. რომელმაც მას შემდეგ, რაც ის უკვე მონათლული იყო კონსტანტინოპოლში, მის მიერ დაარსებულ ახალ რომში, დადგა საკუთარი ქანდაკება დაადგმევინა, სადაც უკვე მონათლული იმპერატორი გამოსახული არის მზის ღვთაების ატრიბუტებით. ეს არის მისი ფარველი ღვთაება, სანამ ის მორწმუნე ქრისტიანი გახდებოდა, მორწმუნე მეგონი არასდროს არ გამხდარა, მოინათლებოდა, ეს არის რომაული ღვთაება სოლ ინვიქტუსი. სოლ ინვიქტუსი რეალურად არის უკვე ფაქტობრივად მონოთეისტური მონოთეიზმის პირველი გამოსახულება. ანუ კი არსებობს სხვა ღმერთებიც რომში, რა თქმა უნდა, ათასობით სხვადასხვა ღმერთი არის, მაგრამ სოლ ინვიქტუსი გადაიქცა იმპერატორის კულტის და სახელმწიფოს ცენტრალურ ღვთაებად, ეს არის მზე. და შესაბამისად რომის იმპერატორები, მათ შორის კონსტანტინე, უკვე მონათლული კონსტანტინე საკუთარ მონეტებზეც გამოხატავს საკუთარ თავს სოლ ინვიქტუსის ატრიბუტიკით. აი ჩვენთვის ყოველთვის კარგად ცნობილი, რაღაც ბავშვებსაც რომ ახურავთ ეს წვეტიანი გვირგვინი, ეს არის სოლ ინვიქტუსიდან წარმოსული. რომელსაც ყველა ქრისტიანი მეფეც ატარებს, არა? შეიძლება მათ არც იცოდნენ საიდან მოდის, მაგრამ ეს არის მზის ღვთაების ნიშანი. უფრო მეტიც ქრისტიანობა რომის იმპერიაში, გაქრისტიანებულ იმპერიაში და შუა საუკუნეების, განსაკუთრებით ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანობაში, ქრისტეც კი ემსგავსება სოლ ინვიქტუსს. როდესაც გამოხატავენ ქრისტეს ფრესკებზე, მას აქვს სოლ ინვიქტუსის, ანუ მზის ღვთაების ატრიბუტიკა. ვიზუალური ატრიბუტიკა. ეხლა აქ ეს ნახატი, ეს პლაკატი ნაკლებად გამოგვადგება და პირდაპირ ხაზგასმა სტალინის პორტრეტებში მზეზე და მზის სიმბოლიკაზე, ნამეტანი კიჩური იქნებოდა და მაგდენის გრძნობა ჰქონდა სტალინს, ამას ვერ წავარწმეთ, მაგალითად იყო საზოგადოებისგან თუ პოლიტიკური ელიტისგან მოთხოვნები და სტალინი იყო სხვა შორის ადამიანი, რომელიც აფერხებს, როდესაც ზედმეტს მოითხოვდნენ მისი კულტის აღზევებისაკენ, ის თვითონ გრძალავდა რაღაცებს. ისევე როგორც თქვათ, მან დაიწუნა კონსტანტინე გამსახურდიას რომანი ბელადი. და აგრძალა ამ წიგნი არ აუგრძალოს, მაგრამ აგრძალა მისი თარგმნა რუსულ ან სხვა ენებზე. იმიტომ რომ მისი აღქმით ის იყო უკვე ქრისტესთან გაიგივებული ამ რომანში და არ მოეწონა, არ უნდოდა ესეთი ტიპის განდიდება. ამავე დროს 1927 წელს NKVD-ს, ანუ შემდგომში ეს წინამორბედი ორგანიზაცია KGB-ს, რომელიც მთელ ამ რეპრესიებს ხელმძღვანელობს და მისი მეთაურის ეჟოვის წინადადებით, მან ეს პოლიტბიუროზე გაიტანა ეს წინადადება, მოსკოვს უნდა გადარქმეოდა სახელი და დარქმეოდა სტალინოდარ, ანუ სტალინის საჩუქარი, სიტყვასიტყვით რომ თარგმნოთ. და სტალინი საკმაოდ გაბრაზდა ამ იმაზე და მიხვდა რომ ეს ერთი რაღაცა არ შეიძლება. ანუ რაღაცა ტიპის ზომიერების ფარგლებში. მაგრამ ეხლა ისევ დაუბრუნდეთ მზის მეტაფორიკას, არა? ეს მზე კიდე ესეთი გარდამავალი ეტაპი არის. ავდივართ შემდეგ საფეხურზე, მზესთან დაკავშირებით შეგვიძლია კიდე სხვა ესეც მოგვეტანა, აი მაგალითად ლევ ოშანინი. ეს ცნობილი რუსი პოეტი, საბჭოთა პოეტი, რომელიც ასეთი ტიპის ლექს წერს, ესეთი კანონიკური ლექსია. სტალინი იყურება თავისი ნათელი ხედვით კრემლიდან, ის დასცქერის ზღვებს და თოვლიან მწვერვალებს. ანუ ის
მწვერვალზე მაღლა არის. შესაბამისად ეს კრემლიც უკვე თავისთავად გადაექცევა რაღაც ზეციურ კრემლად. ხო არის ზეციური საქართველო, იქ არის ზეციური კრემლი. და ესე ბოლოს უშუალოდ წავიკითხავ, весьмир перед ним и грядущего светлый простор. Მთელი სამყარო მის წინაშე არის და ნათელი მომავალი დაგებული არის მის წინაშე, რა. ახლა კიდევ ერთი საინტერესო პოეტი, ესეთი საინტერესო არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი გამოაცხადეს მთავარ ყაზახ პოეტად, სახელად ჯამბულ ჯაბაევი. აი როგორც თქვა საქართველოსთვის აირჩა შოთა რუსთაველი, ჯამბულ ჯაბაევი არის ყაზახეთის მთავარი პოეტი. რომელიც საკმაოდ მოხუცი იყო ამ დროს, ესე 80 გადაცილებულია, სტალინი ამ დროს არის ჯერ უკვე 60 წლისაა, თუ არც კი და ჯამბული უწერს ასეთ ლექსს მას. ხო, სტალინის პრინციპი ისე რომ მას ვერავინ ვერ ხედავს, არა, ის მარტო კრემლშია და იქ შეიძლება მოინახულონ. ხოლო და მხოლოდ ესე რაღაც სასწაულის დონის რომ სტალინი ყავდეს ცოცხალი ნანა. აი ჯამბული ხვდება მას და ესეთ ლექსს უძღვნის. Ты, чье имя достигло звезд, славой первого мудреца, был внимателен, ласкав, прост и родной родного отца. Если შენ რომლის სახელიც მიწვდა ვასხოვებს, პირველი ბრძენის დიდების მატარებელი ხარ და ესეთი კეთილი მოფერება, ესეთი მოალერსე და უბრალო და უფრო მეტად მშობლიური ვიდრე მშობლიური მამა. ეხლა წარმოიდგინეთ 40 თუ 45 წლით უფროსი არის ჯამბული სტალინზე და მას მოიხსენიებს საკუთარ მამად. და აქ შემოდის უკვე ახალი მოტივი მამისა, რომელიც მანამდე არც ერთ პოლიტიკურ ბელადს ან ლიდერს არ ღირსებია და ეს რჩება კიდევაც ინკლუზივად სტალინის. რა თქმა უნდა, მამის მეტაფორა არსებობდა, მამის მეტაფორა არის გაჩენილი რუსი მეფეების მიმართ, царь батюшка, მეფე მამიკო და მაგრამ სტალინთან ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ესეთი სასიყვარულო მოფერების ფორმა, ის იღებს იდეოლოგიური ფორმულის სტატუსს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში, როდესაც გვექნება, მე დავჩქარდები, იმიტომ რომ მის ფიზიკურ სხეულზეც უნდა ველაპარაკოთ, ბუნებრივ სხეულზე, როგორც გარდამავალი გადასვლა ფიზიკურ სხეულთან. 1936 წელს, აი იმ წელს, როდესაც იწყება სტალინური ტერორი და რეპრესიები, ჩნდება ასეთი ფორმულა, ეს ქვეყნდება გაზეთ პრავდაში. პირველად, 36 წელს პირველად არის ესეთი სტალინის ეს მამად მოხსენიება კაგანოვიჩი ოფიციალურ მიმართვაში პოლიტბიუროსადმი და კერძოდ სერგო ორჯონიკიძისადმი, რომელიც არის ამ დროს მძიმე მრეწველობის მინისტრი, მიმართავს მოიხსენიებს სტალინს როგორც ნაშ რაძიძე, ჩვენი მშობელი. 1936 წელს პრავდაში ქვეყნდება სატიტულო სტატია, სადაც სტალინი მოიხსენიება აწიც ნაროდავ, ხალხების მამა. და ეს რჩება უკვე მის ატრიბუტად. სტალინი არის ხალხების მამა. ახლა ნახეთ რა ნიუანსის შეიცავს, ნახოთ რა ნიუანსი შეიცავს ეს ფორმულა. გარდა იმისა, რომ მამის მეტაფორა, მამა ამავე დროს როგორც ძალაუფლების და მორალის და კანონის სიმბოლო, ეხლა მთელი ფსიქოანალიტიკური პლასტები შეგვიძლია გავშალოთ, მაგრამ ამავე დროს ეს არის ახლობელი. ეს ნიუანსიც გასათვალისწინებს, მშობლიური რობის მომენტიც აქ ადამიანი არის. ამავე დროს, როგორც ის ხალხების მამა, აწიც ნაროდავ, ქმნის საბჭოთა კავშირიდან როგორც გენეალოგიურ ფიქციას. იმიტომ რომ ამავე დროს ჩნდება ახალი მომენტი საბჭოთა კავშირის ისტორია, ვთქვათ, არა და ეს ისტორია იწყება პალეოლითიდან, არა 1922 წლიდან, როდესაც შეიქმნა საბჭოთა კავშირი, არამედ ადრე ქვის ხანიდან, მე მოდის რაღაც, ვთქვათ, ურარტუ, როგორც უძველესი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყანა და ფაქტობრივად ის იგივდება რაღაცა პრეფიგურაციად საბჭოთა კავშირისა. და ხო და რას ნიშნავს გენეალოგიური ფიქცია? ანუ საბჭოთა ხალხების გამაერთიანებელი არა იდეოლოგიურ დონეზე, მხოლოდ და მხოლოდ, არამედ უკვე გენეალოგიურ დონეზე, ანუ თითქოს ისინი მონათესავები არიან იმდენად, რამდენადაც ყველას მამა არის სტალინი. რა შეგვიძლია აქ დავინახოთ, არა? აქ შეგვიძლია პირდაპირი ხაზი, პირდაპირი პარალელი გავავლოთ იმ ტრანსფორმაციასთან, რომელიც პირველ საუკუნეში შემოაქვს პავლე მოციქულს. როდესაც ის აცხადებს, რომ აბრაამი
არის არა ან ადამი პირველ რიგში, მაგრამ შემდგომში აბრაამი, არა მხოლოდ ებრაელი ხალხის მამა, არამედ ყველა ადამიანის მამა. ამას ვხედავთ ჩვენ გალატელთა მიმართ, აი ცნობილ ფრაზაში, გალატელთა მიმართ ეპისტოლეში და სხვაგანაც. ანუ სტალინი იმეორებს ფაქტობრივად და ეს პოლიტიკური თეოლოგია საბჭოთა იგივე პრინციპს, რაზეც არის ქრისტიანული პოლიტიკური თეოლოგია დაფუძნებული. მის დამატებით გამახსენება, რომ სტალინს თვითონ აქვს საბრძოლო განათლება, სასულიერო სემინარის სტუდენტი იყო, ისე როგორც ძალიან ბევრი სხვა. აღარ არის საჭირო ზედმეტია. დროში რო არ წავაგოთ, ახლა ავჩქარდები და გადმოვა კიდევ ერთი ყველასთვის ჩვენთვის კარგად ცნობილი ფორმულა. ეს არის за родину за Сталина, სამშობლოსთვის და სტალინისათვის. პირველად ეს ქვეყნდება 1938 წელს გაზეთ Правдаში. ასეთი სახელწოდებით პერიოდ за родину за Сталина. 10 დღეში ამ წინ სამშობლოსათვის სტალინისათვის. 10 დღეში კრასნაია ზვიზდაში ვხედავთ ერთ-ერთი ჯარისკაცის წერილს, რომ მე მზად ვარ თავი გავწირო სამშობლოსათვის და სტალინისათვის. 1940 წელს ეს ფრაზა за родину за Сталина ჩნდება პირველად პლაკატებზე. და შემდგომში გადაიქცევა წითელი არმიის მთავარ ლოზუნგად ომის დროს. 1945 წელს ჟურნალი ბოლშევიკი განმარტებას იძლევა, რას ნიშნავს ეს ფორმულა за родину за Сталина. ანუ ეს არ ყოფილა რაღაც შემთხვევითი ფრაზა, რომელიც რაღაცა ჯარისკაცი დაიღვირებდა. ეს ოფიციალური ფორმულა არის. სტალინი შევამოკლებ ძალიან, სტალინია ჩვენი ხალხის სიბრძნის სიმბოლო, სტალინია საბჭოთა კავშირის ხალხების დიდი ერთობის სიმბოლო, სტალინი არის გამარჯვების ნიშანი, სტალინი არის, ეხლა დავაკვირდეთ უბრალოდ საინტერესო, დავაკვირდეთ ამ ბოლო ფრაზას. სტალინი არის მამა, მასწავლებელი, ბელადი. ხა მასწავლებელზე შეუძლებელია, ხა კიდევ ვიმეორებ, რომ პარალელებს ჩვენ ვავლებთ დღეიდან, დღევანდელი პერსპექტივიდან. რას ნიშნავს მასწავლებელი, ლენინიზმის მასწავლებელი? რა ფუნქცია აქვს მასწავლებლებს? მამა და ბელადი მეტნაკლებად განმარტეთ. რას ნიშნავს მასწავლებელი? ჩემი აზრით, ეს მასწავლებლის მომენტი ასევე არის იმპერატორის ატრიბუტი, ქრისტიანი იმპერატორის ატრიბუტი. მანამდე იმპერატორებს, რომის იმპერატორებს არ ქონიათ ეს ატრიბუტი მასწავლებლის. კერძოდ 451 წელს ქალკედონიის კრებაზე, სადაც იქნა დიოფიზიტიზმის დოგმატი მიღებული და ძალიან ბევრი დოგმატი, სხვა, რასაც დღევანდელი ქრისტიანობა ის დიდი ნაწილი ეფუძნება, შემოდის იმპერატორი დარბაზში, მას ესწრება ყველა დიდი იერარქი, 4 პატრიარქი, მხოლოდ 4 პატრიარქი არსებობს, ეპისკოპოსები, რომლებიც წამოუდგებიან იმპერატორს და მიმართავენ ასეთ საერთოდ იერეოს კაი ბასილოს, ანუ ღვთელსახურო და კეისარო და ბოლოში ეგეთი ფრაზაა დიდასკალე პისტო. რას ნიშნავს ეს? ეს არის გვასწავლე რჯული. რა თითქოს ხო პარადოქსია რა, რატო უნდა ასწავლოს იმპერატორმა, საერო ხელისუფალმა სამღვდელოებას რჯული. მაგრამ მთელი პრინციპიც ეს არის, რომ იმპერატორი უფრო მაღლაკეს, იმპერატორი არის მასწავლებელი ამავე დროს რჯულის. და აი მგონია რომ სწორედ ჩემი აზრით აი ეს მომენტი არის გადმოტანილი სწორედ სტალინის ამ ატრიბუტიკაში. ეხლა ძალიან ვიჩქარებ და გადმოხდები მის ფიზიკურ სხეულზე. და ამ გარდამავალი ხიდი არის სწორედ ძალიან სწრაფად მაპატიეთ რომ ვერ ჩავედიეთ დროში მისი ხიდი რაც მის ბიოლოგიურ სხეულთან ანუ ქართულ სხეულთან რომელიც არის მისივე სტალინის ფრაზა რო ვთქვათ ფორმით ნაციონალური ეს არის 1930 წელს სტალინის სიტყვაში ჩამოყალიბებული პრინციპი რომ არის ხალხების კულტურა საბჭოთა კავშირის ხალხების კულტურა არის ფორმით ნაციონალური უნდა იყოს და შინაარსით სოციალისტური და მე რაც მოხდა ის არის რომ ნაციონალური შინაარსი თანთქავს ფორმაში თანთქავს სოციალისტურ შინაარსს რეალურად ეს ხორციელდება სტალინის მმართველობის დროს და ხო მამა არის ქართველი ანუ ეს უკვე ქართველობას და საქართველოს ხდის პრივილეგირებულად იმიტომ რომ ამავე დროს სტალინი არის საქართველოს შვილი მაგრამ ქართველებს არ აქვთ უფლება საბჭოთა დონეზე ხას უსვამს საერთო საბჭოთა დონეზე სტალინი გამოსახონ ქართველად იმიტომ რომ სტალინს არ გააჩნია ნაციონალობა როგორც ბელაძის ის ყველაფერზე მაღლა დგას ყველა ნაციონალობაზე და ყველა სახელზე ამისათვის ამას საქართველო იყენებს ძალიან ეშმაკურად შეიძლება ითქვას იმისათვის რომ ეს ბუნებრივად მიწოდებული შანსი ფორა რაც საქართველოს აქვს დივიდენდი სტალინის ქართული სხეული გამოიყენოს იმისთვის რომ მასზე დაფუძნდეს ის ძირითადი პრინციპები რაც საქართველოს განსაკუთრებულობას წარმოაჩენს და ეს რეალურად მოხდა
არ ნიშნავს იმას, რომ აქ უკეთესი იყო და თქვა ვიღაცას არ იჭერდნენ და ეს ერთი მეორესთან არაფერ კავშირი არ აქვს. ჩვენ ვლაპარაკობთ რეპრეზენტაციის და პოლიტიკური თეოლოგიის დონეზე. ეხლა ვიტყვი კონკრეტულად რას. როგორ ითარგმნება ქართულად, როგორ ითარგმნება არ იქნება სწორი, ითარგმნია თქვა სხვადასხვა ფოლკლორულ დონეზე, არა? ნუ ორიოდე სიტყვით აღნიშნავდი, რომ ძირითადი სტერეოტიპები, რომელმაც განსაზღვრა ყველა საბჭოთა ხალხის გარეგნობა, ვიზუალური ფორმა, ლიტერატურის, კულტურის, ისტორიის ხასიათი, ეს ხორციელდება 30-იან წლებში. 30-იან წლებში გამოიგონეს ის, რომ ქართველი არის ჩოხიანი და ჩიხტიკოპიანი ქალი და ჩოხიანი მამაკაცი, აი ეს სტერეოტიპი იქნება 30-იან წლებში და დაყვანილი არის აი თავარ ვიზუალურ ნიშნებამდე, მანამდე არაფერი ესეთ სტერეოტიპი არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ფოლკლორის სტილიზაცია ხდება, ისე როგორც სტილიზაცია ხდება ქართული ცეკვების, უშუალოდ სუხიშვილის და რამიშვილის ანსამბლის მიერ და ამ ცეკვების გამოგონება მოხდა 30-იან წლებში, მთელი სახელების დარქმევით და ასე შემდეგ. ან მთელი ეს ასეთი რამხორ ამ დროს ხდება, ნუ საბჭოთა პერიოდში აღმოჩნდა ქებაი და დიდებაი ქართული საინისა და რომელსაც უკვე ასევე სტილიზებული სახით განმარტავს საბჭოთა ქართული საბჭოთა მეცნიერება და უკვე პირველი ნიშნებია იმის, რომ გავიგოთ, რომ აქ არის რაღაცა განსაკუთრებულზე მინიშნება და ქართულ განკითხვის ჟამზე ქართული უკვე პოლიტიკურ კონტექსტში გამოდის. ამ დროს იწერება, იქნება აღმოსავლური რენესანსის თეორია, რომელსაც ნუსუბიძე ქმნის და სწორედ აი ამ ქვეტექსტით, რომ საქართველოს რენესანსი 2 საუკუნით უსწრებს ევროპულს და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა ეს მეორე ხარისხოვანი გადმოვდივარ თვითონ სტალინის გამოყენებაზე ძალიან სწრაფად და ესე ჩქარად ჩამოვყვები ამ იმას. ამოცანა, რომელიც ქართველ წერლებს და ფილოლოგებს აქვთ, არის საკმაოდ რთული. თუ არ არის საკმარისი მარტო სტალინის ბიოლოგიური სხეულის, მის ფიზიკური სხეულის ქართველობა, ის უნდა იყოს და ის ფაქტი, რომ ქართული აქცენტი აქვს და ასე შემდეგ, ის უნდა გაფორმდეს ქართული კულტურის ნაწილად. და ხდება გაფორმება შემდეგი სახით. ძალიან ცოტა მაგალითს მოვიდა მაშინ და ძირითადად გადავიტანოთ მე დისკუსიის დროს. სტალინისგან იქმნება პრომეთეს ტიპის ფიგურა. საერთოდ პრომეთეს გაიგივება ამირანთან და ამირანის ეპოსთან მოხდა მე-19 საუკუნეში, როდესაც სხვათა შორის ისეთი დამთხოვა არის გორში ჩაიწერეს რაფიელ ერისთავმა მე მგონი თუ არ ვცდები, თუ არ აქვს მნიშვნელობა, პირველად გორში მოხდა ამირანის ეპოსის ჩაწერა მე-19 საუკუნეში. რამდენიმე წლის შემდეგ აიტაცა ეს იდეა აკაკი წერეთელმა და დაწერა ეს ცნობილი ლექსი ამირანი, კავკასიის ქედზე იყო მიჯაჭვული ამირანი და შემდგომ რომ ეს ამირანი საქართველოა და ასე შემდეგ და გაიგივება მისთან და შესაბამისად პრომეთეს გაიგივება საქართველოსთან. ეხლა ორი მომენტი, ეს სტალინი როგორც პრომეთე და კიდევ უფრო დიდი ბოლოსთვის ვიტოვებ. ხო, ნუ ეს მოტივი არის გიორგი ლეონიძის თავდაპირველად ერთ ლექსში სტალინისადმი მიძღვნილ ლექსში, რომელიც სწორედ პრომეთეზე არის და ფაქტობრივად ხედავთ, რომ ეს პრომეთე სტალინი არის და მეორე გიორგი ლეონიძის დიდი პოემა ბელადი, სტალინი. პირველი ნაწილი ბელადის ყრმობა, სტალინის ბავშვობა და ყრმობა. აი აქ პოემა იწყება თვითონ პრომეთეთი, რომელიც არის მიჯაჭვილი კავკასიის ქედზე, ხო ის მოიხსენება უკვე ამირანად. ამირანი იყო და იქ ზევსი მიაჯაჭვებს ამირანს, ანუ გადახვევა ხდება თქვათ ბერძნული მითიდანაც და ქართული ფოლკლორული ჩანაწერისგანაც, ეპოსისგანაც, სრული გაიგივებით. შემდგომში ის აიწყვეტს ამ ჯაჭვებს, როგორც ვიცით, ხო, კიდე ხასიათისმება, აქ გამოიგონეს ფოლადი. როგორც ერთი მკვლევარი მიხეილ ვაისკოფი აღნიშნავს, აი ფოლადის გამოგონებაზე მინიშნება არის ლეონიძესთან სტალინზე თვითონ, რომ სტალი ფოლადი მოგეხსენებათ. ხო, ეს ერთი ნიუანსი და რა მნიშვნელობა და ბოლოს უკვე ესეთი პრომეთეული გენეალოგიით მივდივართ მთელი საქართველოს ისტორიის გავლით სტალინამდე, გორამდე. აქვე გავიხსენოთ ირაკლი აბაშიძის ლექსი პატარა გორი დიდია, დიდი სტალინის მშობელი. ანუ ხდება გორის საკრალიზაცია როგორც ერთგვარი ბეთლეემი. სხვათა შორის ეს ბეთლეემური ელემენტები გორზე და იმ პატარა ქოხზე, სადაც სტალინი დაიბადა, მთელი ამ დროინდელ ქართულ პოეზიაში არის გამჭვალული, პირდაპირ მინიშნებს მათ შორის გალაქტიო დაბეძის ერთ ლექსში. სტალინის დაბადების დროს ცაზე გამოჩნდა ვარსკვლავი. პირდაპირ ნიშანი არის, ციტატა არის, ალუზია არის, ახალ აღთქმაზე რა. და მე გორში ხდება მიწისძვრა, ყველაფერი ინგრევა და რჩება მარტო ის ქოხი, სადაც სტალინი დაიბადა და ასე შემდეგ და ამ ქოხიდან ამოდის მზე, რომელიც კაცობრიობას ანათებს. მაგრამ უფრო საინტერესო არის ეს პრომეთეს
სიმბოლო, აი წავიკითხავ, ეს გვირგვინდება რაჟდენ გვეტაძის ლექსში პრომეთეს ცეცხლი, წავიკითხავ ამ ლექსს. გორის გორაკებს, გორის ქუჩებს და გორის ბაღებს შენი ბავშვობის ნაფეხური ისევ ატყვიათ. თითქოს ეს გული მოფართხალე ჩიტის ბარტყია, როცა უცქერი შენი ქოხის ღარიბულ თაღებს ამ ქოხის შვილი ისტორიას თვით ათარიღებს. ჩაუქრობელი შარავანდი ირგვლივ გარტყია, შრომელი ხალხი ამაღლა შენმა ქარტიამ, გამარჯვებული აფრიალებ დღეს ბაირაღებს. საქართველოში შენზე მღერის ყველა ჩანგური, ალბათ კრემლშიაც გესმის მათი სიმები ჟღერა და გაგონდება გორის ციხე მისი კონგური, დიდება შენ და როგორც მყინვარს შემოსილს ვერცხლით, შენს მიერ ქართლში დანთებული პატარა კერა, ახლა ანათებს მთელ სოფლიოში პრომეთეს ცეცხლით. უკეთესად შეუძლებელი იყო ამის ფორმულირება, ანუ რაზე ლაპარაკი. პატარა საქართველო, პატარა გორი, პატარა კერა აქ ანთებს სტალინის ცეცხლს და ეს ცეცხლი, რომელიც ლოკალიზებულია და გაიგივებულია საქართველოსთან და ამოდის საქართველოდან, ანათებს მთელს სამყაროს. მთელს დედამიწას პრომეთეული ცეცხლით. პრომეთე ამავე დროს არის კულტურის, ცივილიზებულობის შემქმნელი მითოლოგიური სიმბოლო. ალექსეი ლოსევი, რომელსაც აქვს მთელი გამოკვლევა, ძალიან ცნობილი რუსი ანტიკოვრობის მკვლევარი და ფილოსოფოსი, იქ სხვადასხვა ამ ლექსსაც განიხილავს რაჟდენ გვეტაძის და მიაჩნია, რომ ბოლშევიკებმა პრომეთე აქციეს რევოლუციის და პროგრესის სიმბოლოდ. ანუ საქართველოდან მოდის პროგრესი. და ეხლა ბოლოზე გადავდივარ, მაპატიეთ რომ გამიგზელდა, მაგრამ ეს კულმინაცია არის. კულმინაცია არის სტალინის გაქართველება, არა უბრალოდ გაქართველება, არამედ მისი ჩართვა ყველაზე დიდ ქართულ ეროვნულ ნარატივში და ამ თავისთავად ამ ყველაზე ცნობილი ქართული ეროვნული ნარატივის ამ რანგში აღზევება, ანუ თვითონ ნარატივიც აღზევდა ამ რანგში. ეს არის ბაზალეთის ტბა. გარდა იმისა, რომ შეგიძლიათ წაიკითხოთ ზურაბ კიკნაძის ნაშრომ ილიას მამული, სადაც არის პირდაპირ აღწერილი, რომ სკოლებში ასწავლიდნენ, რომ ბაზალეთის ტბის ოქროს საკვნიდან ილია ჭავჭავაძე იგულისხმა სტალინი და იწინასწარმეტყველა მისი იქიდან ამოსვლა, ეს არ არის მარტო ზეპირი ფოლკლორული ტრადიცია. საქართველოში იქმნება ამ დროს ლექსების მთელი სერია, რომელიც მიანიშნებს პირდაპირ მინიშნებებია სტალინის ანუ რა ხდება, ბაზალეთის ტბის ნარატივი ითარგმნება და სრულდება როგორც რაღაც ესქატოლოგიური ბოლოთი, ანუ შეჯამდება იმით, რომ იქიდან აკვნიდან ამოდის სტალინი. ახლა წავიკითხოთ ორი ლექსი მოვიდა, ორ მაგალითს, ერთი არის ილო მოსაშვილის, ქართველი პოეტის და მეორე ქართველი პოეტი ალექსანდრე გომიაშვილი. ილო მოსაშვილის ლექსი ქვია ბაზალეთის ღამე. იქ ეგეთის ის არის, საინტერესო არის, რომ გამოყვანილი მთავარი პერსონაჟი არის ილიას აჩრდილი. აი ეს ჭაღარათმიანი მოხუცი კაცი. ის ჩაიხედავს ბაზალეთის ტბაში და ოქროს საკვნიდან მზესავით გმირი ამოდის და ეს შეძახებს ეს აჩრდილი. სტალინი აქ იყო აქ, მისი შუქი გარსევლება სამშობლოს მთებს და ველებს. ის კიდევ არაფერი არ არის. ალექსანდრე გომიაშვილმა უფრო გენიალური რამ გაბედა, მის ლექსს ქვია ბაზალეთის ტბა. ეს არის ფაქტობრივად გასაბჭოება ილია ჭავჭავაძის სრული გასაბჭოება ამ იდეისა და ამ ნარატივისა, აი რამდენიმე სტრიქოს მოვიდა. გადახსნილი იყო ბაზალეთის წალკოტი მწვანე ოქროს აკვინიდან მზეჭაბუკი ამოდიოდა. მაგრამ ჯერ არ ვიცით ვინ მზეჭაბუკზეა ლაპარაკი. ამას ყვება აქაც ვიღაცა მოხუცი ჩნდება, მოხუცი ადამიანი, რომელიც დაინახავს, რომ ბაზალეთის ტბის ოქროს აკვინიდან მზეჭაბუკი ამოვიდა. მე მოდის რაღაცა უკვე თხრობა გრძელდება და უცებ ეღვიძება კაცს და დაინახავს, რომ თურმე ეს სიზმარი ყოფილა. და მას დაესიზმრა, რომ ბაზალეთის ტბის ოქროს აკვინიდან მზეჭაბუკი ამოვიდა, გმირი, რომელიც გაათევს და ძალიან სევდიან განწყობაზეა გაღვიძებული, ცერემლი მოადგება თვალზე და როგორ ყველაფერი კარგი, როგორ სიზმარში უნდა იყოს და სიამოვნებაში არაფერი. მაგრამ ამ დროს აი ეს ამბობს, რომ ნუ თუ ოცნება მხოლოდ თოვლი და სიზმარია, ფიქრებს მოყმეზე ნაღვლიანი და დახრილი ხო ფიქრობს მოყმეზე ნაღვლიანი და თავდახრილი და ამ დროს უცებ კედლიდან
ივერიის ზარი წკრიალებს. ქრება ბურანი, კიბეებზე ჯუღაშვილია. მოვიდა ლაღი, შემოაღებს ოთახის კარებს, და ბოლო ფრაზა და მზესთან ერთად წამოდგება ფეხზე ილია. ეს იყო ილიას სიზმარი, რომელიც მას სიზმრის დასრულებისთანავე აუსრულდა და მის კარებს შეაღებს სტალინი. ასე შეიკრა და გაფორმდა სტალინის ბუნებრივი სხეულისგან ქართული ნარატივი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ იყო აი ამ ყველაფრის საფუძველი ქართული ნაციონალიზმისა. აღარ გავუგრძელებ როგორ გაგრძელდა შემდგომ აქ შეგვიძლია დავამთავროთ და თუ სურვილი გექდათ და კითხვები გავაგრძელოთ კითხვებით. დიდი მადლობა. კითხვები თუ იმეს გაქვთ, შეგიძლიათ ხელი აიწიოთ, მოვიტანთ მიკროფონს. თუ მე დავიწყებ მაშინ მე მექნება კითხვა უფრო მეტად არ ვიცი რამდენად შეეხებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო აქ რაღაც პანორამა სტალინის როგორც მითოლოგიური ფიგურის შექმნისა. მე მექნება ცოტა უფრო აი ამ ანალიზის თეორიულ წარუმატებლობთან კითხვა. კანტოროვიჩი, აი რომელიღაც მკვლევარი არ მახსოვს სახელი ზუსტად. კანტოროვიჩი საუბრობს იმაზე, რომ კანტოროვიჩის მეფისოლის სხეული არის პასუხი ერთი მხრივ კალშმიტზე, რომელიც შენ ახსენე და მეორე მხრივ გერმანელ ფილოსოფოსზე, ერნსტ კასირერზე. და ახსენე ისიც, რომ საბჭოთა კავშირი რაღაც აზრით განხილული იყო როგორც განმანათებლობის რადიკალური პროექტი. შეგვიძლია თუ არა წავიკითხოთ ცოტა მეორე მხრიდან, იმიტომ რომ ახსენე ასევე მეორე რევოლუცია, ეგრეთ წოდებული კონსერვატიული რევოლუცია სტალინის. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ შეიძლება მეფისოლის სხეულის მიყენება სტალინთან განვიხილოთ როგორც საბჭოთა განმანათლებლობის ეპოქაშივე მომხდარი ხელახალი მოჯადოება, ხო? ანუ აი ამ საბჭოთა განჯადოების პროექტი, რომელიც ხორციელდება კვალდაკვალ მისი განმასხეულებელი ფიგურების მოჯადოებით. გარდა იმისა, რომ თქვათ შმიტი აფუძნებს რელიგიურ კონცეპტებს და რელიგიურ ცნებებს სამართლებრივ სტრუქტურას და კიდევ ერთი კითხვა მექნებოდა, რამდენად ჩანდა საბჭოთა კონსტიტუციებში სტალინის მითიური ფიგურა და კიდევ ერთი მცირე მომენტი კითხვის სახით, რამდენად ირეკლებოდა ეს მითიური ფიგურა ოფიციალურ იდეოლოგიის გარეთ, მის არაოფიციალურ გამოხატულებებში. ანუ ძირითადად შენი აქცენტები იყო სტალინის მიერ კონტროლირებული, თქვათ, კულტურული, თქვათ, სფეროების, მათ წარმომადგენლების მიერ შექმნილი მითები. სულ ეს იქნებოდა, რაც მოკლედ მინდოდა მეკითხა. ხო, დავიწყებ მაშინ კანტოროვიჩით. კანტოროვიჩი არაპირდაპირი პასუხი შეიძლება იყოს, ან კანტოროვიჩს არ უყვარდა შმიტი და არსად მთელ ამ ხელაწიგში ნახსენები არ აქვს შმიტი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ტერმინი რა თქმა უნდა მისგან გადაიღო ამ შემთხვევაში და არა ვთქვათ ანტიკური ტერმინი და ფაქტია, რომ ეს შმიტზე წერნობა გარკვეულწილად. რაც შეეხება კასირერთან მის კავშირს, ის წინასწარმეტყველში პირდაპირ ახსენებს კასირერის წიგნს 1946 წელს გამოიცა კასირერის ეს უკანასკნელი წიგნი სახელმწიფოს მითოსი და კასირერი იყო პასუხი ნაციონალ სოციალიზმზე. თვითონ გერმანელი ემიგრანტი, ანტიფაშისტი, რომელიც შეძრწუნებული არის ამ მოვლენებით და წერს სახელმწიფოს მითოს, ის ამოდის იქიდან, რომ სახელმწიფოს საფუძვლები არის მითოსური და შესაბამისად როგორ ხდება ამ მითოსის გადატანა და
დატრიალება სხვადასხვა დიდ ავტორებში, დაწყებული მაკიაველი, ჰობსი, ასე შემდეგ, ანუ ის განიხილავს და შემდგომში თომას კარლაილიც, სხვა შორის ეს ვინც ახალი გმირების სახეები შექმნა, ერთი თავი კარლაილსაც ეძღვნება, მაგრამ ეს არის ისევ და ისევ თეორეტიკოსებზე გადატანილი აქცენტი. კანტოროვიჩს არ აინტერესებს ეს, არც ჰობსი აინტერესებს, არც მაკიაველი, არც სხვა ვინმე, არც ლოკი, მას აინტერესებს თვითონ ლიტურგიული პრაქტიკები. როგორ მოხდა როგორ შეიქმნა ლიტურგიულ პრაქტიკებში, როგორ ხორციელდება პოლიტიკური თეოლოგია და შესაბამისად რამდენად არის ეს უნივერსალური მოდელი და არა ვთქვათ ლოკალური ინგლისური ან ფრანგული. და მთელი მისი არგუმენტაცია აქეთკენ მომდინარეობს, რომ და ის უწოდეს პოლიტიკურ თეოლოგიას, რომ ეს არის ფაქტობრივად პოლიტიკური ქრისტოლოგია, იმიტომ რომ ქრისტიანობამ ქრისტესგან რაც გააკეთა, რაც მოაწყო, ეს რა თქმა უნდა არაფერი საერთო ამას სახარებისეულ ქრისტესთან ან ისტორიულ ქრისტესთან არ ქონდა, ქრისტესგან მას შექმნა მართველი და მსაჯული, ანუ იმპერატორი შექმნა ფაქტობრივად, მთელი თავისი პანტოკრატორის იკონოგრაფიები და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს არის იმდენად არის პოლიტიკური თეოლოგია, რამდენად ეს არ არის მხოლოდ ერთ რომელიმე ისტორიულ პერიოდში მოთავსებადი, არამედ არის უნივერსალური პარადიგმა პოლიტიკური თეოლოგიის, რომელიც წინაქრისტიანულ ხანაშიც ასევე არსებობს და შემდგომში სეკულარულ ეპოქაშიც, ანუ სეკულარულ ეპოქაში იცვლება რაღაცები. აქ უკვე შეგვიძლია სწორედ შმიტის გახსენება, რომ რეალურად ღმერთზე და ტრანსცენდენტულზე უარის თქმა არ გულისხმობს იმას, რომ ის უყვალოდ გაქრა. ანუ ის აურა, ის ენერგიები გადმოდის ყოფით სფეროებზე, ანუ არა სეკულარულ სფეროებში, საზოგადოებრივ სფეროებში, არა რელიგიურ სფეროებში. და რამაც ვთქვათ, ეს კიდე სხვა თეორეტიკოსი შეგვიძლია გავხსნათ, ერიკ ფრებელინი, რომელმაც შემოიტანა ეს ტერმინი პოლიტიკური რელიგიები და მან მე-20 საუკუნის ტოტალიტარულ იდეოლოგიებს უწოდა პოლიტიკური რელიგიები და ამბობდა, რომ ეს უნდა გამიხილოთ როგორც რელიგიური სისტემები. მე ჩემთვის საკმაოდ რელევანტური ფორმები არის. ეხლა ამაზე დიდი ხანი გავჩერდი და დამავიწყდა. ხო, რაც შეეხება მითოლოგიზაციას, რა თქმა უნდა პოლიტიკური თეოლოგია შეიცავს მითოლოგიას. ეს არის სწორედ აი ამ ენერგიების გადატანა იმისათვის, რომ შეიქმნას რაღაცა მითოლოგია, რა და ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პოლიტიკურ თეოლოგიაზე, თქვათ დამოუკიდებელ საქართველოში, თქვათ 90-იანი წლებიდან მოყოლებულია, რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მომსწრენი და თანამონაწილენი პოლიტიკური თეოლოგიის შექმნისა, რა. ყველაზე მძაფრად, ჩემი აზრით, დაიწყო ეს მოხდა სააკაშვილის დროსაც, რა. ხორციელდება სწორედ პოლიტიკური თეოლოგია, მხოლოდ რა თქმა უნდა სეკულარული ფორმის პოლიტიკური თეოლოგია. მთელი რაღაცა გმირების კულტების შექმნით, როგორიც არის ჩაკუცა ჯოლოყაშვილის კულტი. ეს კიდევ უფრო ადრე ზვიად გამსახურდია ეს დროს ყველაზე მეტად, მაგრამ ის მოკლევადიანი აღმოჩნდა, თუმცა ის ენერგიები არ დაკარგულა. დღესაც იმ ექოში ვიმყოფებით, აი გამსახურდიას დროს დაწყებულ ექოში, რელიგიურობის და სუფთა სახის პოლიტიკური თეოლოგიის გაცოცხლების და შემოტანისა, რა. ანუ ეს მუდმივი პროცესი არის, რომელიც არ თავდება და ყოველთვის ბადებს რაღაცა ტიპის სიმბოლოებს, გმირებს, ფიგურებს აჩენს და ეს ფიგურები გვიქმნიან და ჩვენ ვიჯერებთ ამას. აი, სწორედ ძალიან საინტერესო არის კანტოროვიჩის შესავალში ამ წიგნის უწერია, რომ ადამიანებმა შექმნეს, გამოიგონეს ეს პოლიტიკური თეოლოგია და გარკვეული სიმბოლოები, რომელსაც მისტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და რაღაცა კონკრეტული დატვირთვა შეიძლება ქონოდა იმ კონკრეტულ ეპოქაში, მაგრამ თვითონვე აღმოჩნდნენ მონები საკუთარი შექმნილი სიმბოლოების და იდეების. და ვერ გაათავისუფლეს თავი. ანუ საბოლოოში რაზე გვაქვს, რა არის გამიჯვნა ხდება ხოლმე. არის გამიჯვნა ხდება კი არა. მოაზროვნე ადამიანი მიჯნავს, არა, ერთი მხრივ არის რაღაცა შემოქმედებითი სამყარო, რომელიც სწორედ შემოქმედებითი ფანტაზიების სწორედ იგივე ენერგიების მართვა ხდება და აკუმულირება ხდება სწორედ ამ ენერგიების მისტიური, ირაციონალური და ასე შემდეგ და ამით არის გამდიდრებული მათ შორის ფსიქოლოგიურიც, მაგრამ არის მეორე მხარე, პოლიტიკური მხარე, სადაც როდესაც შემოგაქვს პოლიტიკური მისტიკა, ეს არის ხალხის მოტყუების და მანიპულაციის საშუალება და მისი თავგზის აკვნების, არა? და შესაბამისად, თქვათ, ჩემი კატეგორიული ანტიპათია პოლიტიკაში, დღეთანმედროვე პოლიტიკაში ამ მითებისა გამომდინარეობს ამითაც, რომ მე ამის უკან ხედავ ყოველთვის რაღაცა ტიპის მანიპულაციებს მიმართულს ადამიანების სათვის თავგზის აღებისა და მათი მანიპულაციისაკენ, არა?
ამას ორ ხმაში აკეთებს ეკლესიაც, პოლიტიკოსებიც და ძალიან ხელსაწყო რაღაცის ხელსაყრელი აღმოჩნდა მათთვის სხვა პრობლემებზე, რეალურ პრობლემებზე, ძალაუფლების რეალურ მექანიზმებზე, ამაზე სწორედ ასე ვთქვათ, ფუკო იკვლევდა ყურადღების გადასატანად და თვალის ასაბნევად, არა, ეს საშუალებები არ ვიცი ხომ ცოტა მივედმოვედი რამდენიც სწორად იმას შეკითხვას. გამარჯობა, ნათია ტანგაძე. ეხლა ის მოსწრე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესო მოხსენება იყო ნამდვილად. ჩემი შეკითხვა ცდება სტალინს, მაგრამ ცდება იმ ეპოქას, როდესაც იქნება სტალინის კულტი და როდესაც სტალინი, ყალიბდება სტალინი როგორც ბელადი. ყოველთვის როდესაც ვისმენ სტალინის შესახებ, სულ მაინტერესებს, რატომ ვერ ხდება სტალინის კულტისგან, აი ზოგადად აი ამ საბჭოეთის კულტისგან საზოგადოების განთავისუფლება დღეს 21 საუკუნეში თანამედროვე ეპოქაში. იმდენად რამდენადაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ სტალინის კულტი დღეს ცოცხალი აღარ არის, მე პრაქტიკულ მაგალითებში ყოველდღურად ვაწყდები არა მხოლოდ უფროსი ასაკის ადამიანებში, არამედ ჩემს თანატოლებში, რომ ჯერ კიდევ ვფიქრობენ, რომ სტალინი არის კულტი, ბელადი და ძალიან დიდი ადამიანი. ბევრი საინტერესო პასუხები პოვე ამ კითხვაზე, როდესაც დავინტერესდი ამ საკითხით, მათ შორის გამოვყოფ ხოლმე ყოველთვის ორ მიმართულებას. ერთი ბატონი ზალანდრონიკაშვილის სტატიაში გესაძლებათ სტალინი და ჰარი პოტერი, სადაც ძალიან საინტერესოდ აღწერს, რატომ არის ჯერ კიდევ სტალინის კულტი ცოცხალი საზოგადოებაში. იმიტომ რომ საზოგადოება ჯერ არ განადგურებულა, ჩვენ თვითდესტრუქცია არ განგვიწია. და მეორე სულ ცოტა ხნის წინ მიპოვე მალხას მოგულაშვილი, თეოლოგიის დოქტორი, რომელიც წერს სტოკჰოლმის სინდრომზე. რომ იმდენად რამდენადაც საზოგადოება მიცის, რომ ეს არის იციან, რომ ეს არის ცუდი, იციან, რომ უნდა განთავისუფლდეთ ამისგან, მაგრამ მაინც ფიქრობთ, რომ კარგია. ცოტა უცნაური რაღაც არის, თან ვაცნობიერებთ, რომ ცუდია და არ უნდა არსებობდეს, ან უნდა ვებრძოლოთ აი ამ ბელადის და კულტის რაღაც ელემენტებს დღევანდელ საზოგადოებაში, მაგრამ თან მაინც ვამბობთ იმას, რომ იმდენად რამდენადაც ბელადი იყო, ესე იგი კარგია. თქვა, ერთად გასაგებად ვაყალიბებ, საინტერესოა. ანუ მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, ძალიან ძლიერი იყო ფაქტია, ყველა მხრივ აი ამ კულტის შექმნის პერიოდი, იმიტომ რომ გაუძლო 10 წლებს და ჯერ კიდევ უძლებს და ჯერ კიდევ არსებობს. ანუ თქვენი შეფასებით ანუ ეს პერიოდი და ეს ეპოქა იყო ძალიან ძლიერი და ამიტომ ცოცხლობს ჯერ კიდევ ეს ყველაფერი დღეს. ჩვენ ვართ საქმის სუსტები და ვერ თავისუფლდებით სტალინის კულტისგან თუ რა საბჭოური კულტისგან. რა შეიძლება რომ დავინახოთ დღეს? არა იმ პერიოდში, ანუ დღეს. ძალიან ძლიერი. შეუძლებელი იქიდან რომ სტალინმა დაიჭირა რაღაც ალგორითმი, რომელიც კარგად იმუშავებდა. და ეს ალგორითმი გულისხმობდა იმას, რომ დაბრუნებას ტრადიციასთან. რამდენადაც პრინციპში ოქტომბრის რევოლუციამ და 20-იანმა წლებმა, განსაკუთრებით 20-იანი წლების პირველი ნახევარი საბჭოთა კავშირი, რაღაცა ტიპის პერსპექტივიდან ეს არის ძალიან დიდი საგიჟეთი, ანუ დიდი ექსპერიმენტების, გიჟური ექსპერიმენტების, არა მხოლოდ შემოქმედებით სფეროში. მართლა საოცრად დიდი შემოქმედებითი პერიოდი არის, არა? საბჭოთა მოდერნიზმი ეს არის, რა ვიცი, ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა მსოფლიო კულტურაში. კინოში, ვიზუალურ ხელოვნებაში, ლიტერატურაში შედევრები იქნება ამ დროს, არა? ამავე დროს ეს არის ყოფაშიც გადატანილი. ვთქვათ, ის რაღაცა ახალი ოჯახების შექმნა, კომუნალური ოჯახები და ასე შემდეგ, სექსუალური რევოლუცია, სრულიად უსაზღვრო და ასე შემდეგ. მოდის სტალინი და ეს ძნელია საზოგადოება ესე რადიკალურად შეცვალო, მით უმეტეს რუსეთის იმპერიის მოსახლეობა, რომელიც ძალიან არათანაბარი რად არის განვითარებული. სტალინი აბრუნებს ამას ყველაფერს უკან. იმ თვალსაზრისით, რომ გადაყავს ისევ ტრადიციებში და შემოყავს სწორედ ის ტრადიციები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ამას მიჩვეულია ეს მონარქისტული რეპრეზენტაცია იქნება თუ პოლიტიკური თეოლოგია, ეს ნახეთ ეს ჩვენი ტერმინებია, რომელთაც აღწერთ, არა? მაგრამ რაც აღიწერება ამ ტერმინებით, ეს გასაგები და მისაღები, ეს არის ტრადიცია, ტრადიციული ცხოვრების ფორმები, ანუ რევოლუცია, ის პირველი რევოლუცია, რომელიც ხდება ოქტომბრის რევოლუციას, უქმდება და გადადის სხვა მიმართულებით. ანუ რადიკალურად იცვლება მიმართულება. თვითონ იდეოლოგიაში, კულტურაში და ასე შემდეგ.
გამოყენებით, რა თქმა უნდა, იმისა, რაც მანამდე იყო, მაგრამ მას ეცვლება მიმართულება. მიზან მიმართულებები ეცვლება, რა. შესაბამისად, რაღაცა ახალი ჩდება. ეხლა რაც შეეხება ეს გადმოვიტანოთ საქართველოში. მე არ ვარ დაწუნებული, იციან ეხლა ძალიან ისეთი ის არის, რა, რომ ვიცით, რომ ცუდია, თქვა რეპრესია ცუდია, მაგრამ რამდენად ცოდნა გადადის, გათავისება ხდება ამ ცოდნის, მე არ ვარ დაწუნებული, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცა ეხლა დებატები რო არის, აუცილებლად რეპრესიები ისე რაღაცებს ძალიან ყველაზე ისეთ დემოკრატიულ პოზიციებზე რო გონიათ არიან, ისეთ რეპრესიებისკენ მოთხოვნა მოდის ხოლმე მათგან, ისეთ რეპრესიებისკენ, რომ შეგეშინდება რა. ანუ ამის გააზრება და გადასინჯვა ძალიან ხანგრძლივი პროცესია და კიდევ ერთ დავამატებთ, მე უბრალოდ ამაში დარწმუნებული ვარ მეტნაკლებად, რომ ის იდენტობა, ნაციონალური იდენტობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, კულტურული იდენტობა, მთელი თავისი რაღაცა უკვე იუმორის მომგვრელი ფორმულებით და ზეციური საქართველოებით და რაღაცეებით და განგიტყვის ჟანრში რომ ქართულად იქნება და ასე შემდეგ და აი ყველა უკლებლივ ყველა არის შექმნილი სტალინის ეპოქაში. წარმოდგენა იმის, ჩვენ გვაქვს 80-იანი წლების ბოლოს გასული საუკუნის შევიქმნით ეგეთის, რომ საშინელი ჩაგვრა და ეროვნული დისკრიმინაცია და ხმას არ ვაღებინებდნენ და ყველაფერი ქართული იდევნებოდნენ, ახლა ტყუილი არის, აბსოლუტური სიცრუე არის. რაც კი დღეს რა გაგვაჩნია და გვაქვს და რაშიც დღეს ვიმყოფებით არის სტალინის ეპოქის პროდუქტი. მთელი ის წარმოდგენები იქ რაღაცა პირინეიდან ინდოეთამდე რო საქართველო ყოფილა და ქართველი ტომები დასახლებული და უძველესი და აი ეს ხო ხაზგასმა უძველესი აი ეს განსაკუთრებით ყველაზე მეტად დაღმატებული ხარისხები ეს არის სტალინის ეპოქის ტენდენცია. ეხლა უბრალოდ არ აქვს დღეს ამის საშუალება, შეიძლება სემესტრების განმავლობაში იყოს კურსი წაკითხული და სხვა შორის არ ვიცი წლის ბოლომდე მხოლოდ გერმანულ ენაზე გამოდის ეს ჩემი წიგნი არის, სადაც ზუსტად ეგ მაქვს გაანალიზებული თუ გერმანული იცით უკვე ერთ თვეში უნდა გამოვიდეს ეს წიგნი ბერლინში და ხო აი ამდენ უამრავი რაღაცა ისტორიული ნარატივი, მხატვრული ლიტერატურაში, გადავხედოთ საბჭოთა ეპოქის განსაკუთრებით სტალინის ან სტალინის შემდგომი ეპოქის ქართულ ლიტერატურას. რა თემები არის? ეს სულ მამული სამშობლო ქართლში ვინახა, პატარა ციხე ვინახა, აი სულ აღმატებული ხარისხი. შევაჯამოთ, სხვა კითხვებიც არის. არა, ჩართები. მოგესალმებით. ერთი რამ განსაკუთრებით მაინტერესებს, რომ თანამედროვე მართლმადიდებლურ ეკლესიაში საქართველოში არის საკულტო ფიგურა სტალინი მაინც. და როგორ მოხდა, რომ ათეისტური საბჭოთა კავშირის ბელადი არის მეტი პოპულარული თანამედროვე მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ანუ თითქოს რაღაცნაირად პარადოქსია, ხო, რომ ის ასე ძლიერი ათეისტური სამყაროს ბელადი და ამ დროს ეკლესია მას აღიარებს და პატივისცემს. და ეს პატივისცემა, ასე ვთქვათ, რაღაც ერთი და ორ კაცს ცდება ეკლესიაში და არის, ვთქვათ, უფრო ფართო. კიდევ წაკითხოთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს წერილი სტალინისადმი 1948 წელს მიწერილი. მომზადებული მქონდა უბრალოდ და ვეღარ ჩავედია დროში. კაცთა შორის რჩეულო, ჩემი მოხუცებულობის ოცნება იყო საკუთარი თვალით მენახა ჩვენი ხალხის სიამაყე და მსოფლიოს უდიდესი ადამიანი. მაგრამ ბედმა არ მარგუნა ეს ბედნიერება. ალბათ ამისი ღირსი არ ვარ. მიიღეთ ძვირფასო იოსებ საქართველოს ეკლესიის და მისი მეთაურის გულწრფელი მადლობა მშობელი ეკლესიის საბჭოთა კავშირში არსებულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანისათვის. ხოლო ჩემი კადნიერი მამაშვილური სიყვარულის გამომხატველად მოგართვათ წინაპართა მიერ შექმნილი და ნაანდერძავი ქართული კულა წარწერით. იოსებ ქართველ სოფლიოში უცალღალატო ადამიანს მაშვრალთა წინამძღვარს მადლობით გულსავსე საქართველოს მართლმადიდებლთა მწყემსის კალისტრატე კათოლიკოს პატრიარქისაგან. ხა ამის ისტორიული ფაქტიც რა წინაპირობაც რა არის. ქართულმა მართლმადიდებლმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა 1953 წელს სტალინის უშუალო მითითებით. შეგვიძლია ნახოთ ეს წიგნები, რუსეთის ეკლესია ამბობდა უარს საქართველოს ეცნო ავტოკეფალურ ეკლესიად და სტალინმა დაიბარა
მოსკოვის პატრიარქი კრემლში თუ არ ვიცი ვინ პატრიარქი მე მგონი და პირდაპირ უთხრა დაუყოვნებლივ გადაწყდეს ეს პრობლემა და დაუყოვნებლივ გადაწყდა კიდევაც. ჩამოვიდნენ მე ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩამოვიდა თბილისში და გადასცა აღიარების ანუ ავტოკეფალიის სიგელების საქართველოს ეკლესიას. რა თქმა უნდა ეს არის ათეისტური სახელმწიფო, მაგრამ სტალინი კიდევ მეორე აქ ჩვენ სხვა დონეებზე გვაქვს ლაპარაკი. ხა თუ შევხედავთ მართლმადიდებლობას და მართლმადიდებლურ ეკლესიას თავისთავად არა რამდენად არის ეს რა მართლმადიდებლობასთან გვაქვს კავშირი ან რა ქრისტიანობასთან გვაქვს საქმე არა აქედან შევხედოთ არის ის ქრისტიანობა რომელიც არის თქვა თუნდა შუა საუკუნეებში ცნობილი შუა საუკუნეებიდან პატრისტიკიდან ანუ წმინდა მამათა სწავლებიდან ანუ რაღაცა ეს იცვლება დროთა განმავლობაში და შესაბამისად დღევანდელი ქართული მართლმადიდებლობა ეს არის ჩემი აზრით გარკვეული ტიპის ჰიბრიდი ნაციონალიზმისა, საბჭოთა იდეოლოგიისა, რელიგიური ელემენტებისა, პიროვნების კულტისა და ასე შემდეგ. ეს არაერთხელ დამიწერია და მithქვამს ეს არის ჩემი პოზიცია და ჩემი არგუმენტაციაც მაგ ამისათვის და შესაბამისად ის რომ სტალინი არის ეროვნული იდენტობის ფიგურა მას რა თქმა უნდა განსაკუთრებული ადგილი უკავია მაშინ ანუ მე ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ხედავ ამაში ეს ძალიან ბუნებრივი მგონია და კიდევ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვიმყოფებით ისევ და ისევ იმ იდეოლოგიურ სიმბოლიკაში და იმ იდეოლოგიურ დოქტრინებში ქართული ნაციონალიზმის ლაპარაკი რომლის საფუძვლები ფუნდამენტი შეიქმნა სტალინის დროს მანამდე არსებული სრული სტილიზაციით და მოდულირებით ასე რომ ვთქვათ. ჩვენ არ ვართ ილია ჭავჭავაძის ქართულ ნაციონალურ იდეაში, ჩვენ გვაქვს ის ვერსია ილია ჭავჭავაძისა, რომელიც შეიქმნა სტალინის დროს. აი მთელი აი ბაზალეთის მითების ტრანსფორმაციით და ტრანსფიგურაციებით. დიახ. გამარჯობათ. მაინტერესებს ესეთი რაღაც, ესე იგი. რამდენად შეიძლება, რომ ესე იგი, გოგონა მახსენა, რამდენად შეიძლება ესე იგი, ესეთი რეპრესიები, ესეთი მძიმე სურათი ხედავ ჩვენ და ესეთი ინფორმაციულ დამუშავებაზე გვაქვს ჩვენ საუბარი ხალხის და ესე იგი რაღაც კულტის შექმნაზე. რამდენად შეიძლება გადაწყობას ამ ხელა საშინელი სურათი ამ ესე იგი პოლიტიკამ და ესე იგი თეოლოგიამ პოლიტიკამ და მეორე ესე იგი რამდენად შეიძლება დღეს იგივე მეთოდებით მივიღოთ აი ესეთი ტიპის რაღაც გაკუთება ან ის ან რაღაც ესეთი დიქტატორულ რეჟიმამდეც რომ მივიდეს აი იმის ჩათვლით რომ დღეს რაღაც ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე და კიდევ მინდა შედარება გააკეთოთ ირანთან იგივე აიეტოლა და ის 1979 წლის რევოლუციის ლიდერი რევოლუციის ლიდერთან მე მგონი მაშინ აიეტოლათ და ირანი შეგვიძლია დავიწყოთ მოდი პირდაპირ პარალელი არ გამოვა იმიტომ რომ სხვა სისტემა არის ტერორიზმის სასულიერო პირების ძალაუფლებაში მოხდა ოფიციალურ ძალაუფლებაში რამდენიც უნდა ვთქვათ რომ საქართველოს ეკლესია გავს ირანს ამ შემთხვევაში მაინც არ არის ესეთი და იგივე იმიტომ რომ დღევანდელი სიტუაცია იმიტომ რომ ეს საეკლესიო პირები არ გაფრთხარან ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით სახელმწიფოს მმართველები რა თქმა უნდა აქ არის ძალიან ძლიერი ზეგავლენა ეკლესიისა და ჩარევა პოლიტიკაში ძალიან უხეში ფორმებითაც განსაკუთრებით კიდევ ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის დროს რომელსაც მას აღარ შესწევს ძალა იმისა რომ გაუწიოს ოდენავ მაინც არ წინა არ უწევდა რეალურ ძალაუფლებას ჩუქნიდა ფულებს და ჯიპებს და ტერიტორიებს და მიწებს ეს ტრადიცია გააგრძელა ახალმა ხელისუფლებამაც როცა ერთად ვერანაირ წინააღმდეგობას კი არა დაუძახებენ და გარბიან და ლამის რა ვიცი რაღაცა პატრიარქის დივანი მართავს ხოლმე შეუძლია რაღაც თუმცა ისიც არის რომ ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე გაუწია წინააღმდეგობა და არ დაემორჩილა ანუ ერთნიშნულად უბრალოდ შეცდომა იქნება არა იმიტომ რომ თქვა რაღაცა შერბილება მინდა სიტუაციის და სხვანაირად ისა ვარდის ფერფერებში დანახობროთ, არასწორი გონია ეს პირდაპირი ანალოგია. ახლა რაც შეეხება მაბადეთ ეს წინა ისე რომ გავერთე მანამდე იყო ხო
საფრთხე არის თუ არა, მე მგონი არ არის, იმიტომ რომ ისევ და ისევ ეკლესიას კონკრეტული პოლიტიკური ბერკეტი არ გააჩნია. კი არის ფუნდამენტალისტური პოლიტიკური ძალები, უფრო მეტად ვიტყოდი, რომ ესენი არიან არაფუნდამენტალისტი, ფუნდამენტალიზმი გულისხმობს რწმენას. ვთქვათ, ირანელი ისლამური ფუნდამენტალისტი ან ქრისტიანი ფუნდამენტალისტი მას წამს, მას მართლაჯერ ის თავისუფალი არის მატერიალური ღირებულებებისაგან, ის მატერიალურს საერთოდ არ ცნობს, მეტნაკლებად დუგინი არის ამ ტიპის. მაგრამ არა პუტინი. მაგრამ არა ქორეპისკოპოსი იაკობი. ადამიანი, რომელიც დადის ჯიპით და რაღაცა ფუფუნებაში ცხოვრობს, ეს არის უბრალოდ კორუმპირებული და არა ფანატიკოსი. ფანატიკოსის ფუნდამენტალისტისთვის არსებობს რწმენის ფუნდამენტი, მას აქვს ელემენტარულად იცნობს. თუნდაც ის ქართველი ეგრეთ წოდებული ფუნდამენტალისტები წარმოდგენა არ აქვთ ქრისტიანობასთან. შეიძლება დაგალეწონ თავპირი ქრისტეს სახელით, მაგრამ მათ არც კი გადაუშლიათ შეიძლება სახარება. ელემენტარულ დონეზე არ იცნობენ იმ რელიგიას, რომლის სახელითაც თავს დებენ, არა? და მეორე ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, კორუმპირებულობა, მატერიალურთან დამოკიდებულება. არ არის საქართველოში ძალიან ცოტა შეიძლება შეამჩნიო ესეთი, რომლისთვისაც არ არსებობდეს მატერიალური ღირებულებები, რომელსაც თქვას უარი ამ დიდ მანქანებზე, ფუფუნებაზე და ასე შემდეგ. ეს არის უბრალოდ ზეგავლენა, გამომძალველობა და რა ვიცი, კორუფცია და ამის სწორედ აი პოლიტიკური პირობითად რო ვთქვათ, პოლიტიკური თეოლოგიით შეერევა. პოლიტიკური თეოლოგია რაღაცას ნიღბავს ამავე დროს, არა? სხვანაირად მაჩვენებს თავს და სინამდვილეში სხვა რაღაცა ხდება. აი იგივე თქვათ 37 წელი არა, 37 წელი არის აი ამ პოლიტიკური თეოლოგიის, ამ ისცენირებების, დღესასწაულებების კულმინაცია არის, არა? მათ შორის საქართველოში ამ დროს იქმნება შოთა რუსთაველის კულტი აი ესეთ დონეზე, საბჭოთა კავშირის დონეზე, მოსკოვში, მთელ საბჭოთა კავშირში ერქმევა ქუჩებს, რუსთაველის სახელით ცენტრალურ ქუჩებს. ილია ჭავჭავაძის იუბილე არის 37 წელი ამავე დროს 100 წლის თავი. სუზეიმი მიდის 37 წელი არის განსაკუთრებით ახლა მოსკოვშიც პუშკინის იუბილე 20. გადაფარა პარალელურად ხდება, ანუ გამოსახვა ხდება და ბედნიერად ავარ. ეს სტალინის ცნობილი სიტყვა 37 წელს რომ ხალხი ბედნიერია და ბედნიერია რომ ესეთ კარგი ცხოვრება აქვს და ბედნიერი ცხოვრება გაუთენდათ. ამას ამბობს 37 წელს სტალინი. იმის პარალელურად რომ 1 წლის განმავლობაში ფიზიკურად განადგურდა 1.5 მილიონი დაიხვრიტა 1.5 მილიონი ადამიანი, რა. და აი ხა იყო შლოგელის ლექცია, კარლ შლოგელის და ცნობილი გერმანელი ისტორიკოსის და ამ ეპოქის მკვლევარის რომ ქვეყნებზე იყო კვოტა, რომ თქვა საქართველოსთან უნდა დაიხვრიტოს სიტყვაზე 100,000 ადამიანი და გეგმა უნდა შესრულდეს დასახლებების. აი ასეთ დონეზე ხდება, არა და ამის პარალელურად მიდის შეუწყვეტელი ზეიმი. ანუ არანაირი თანხმედრა არ არის. ესა თქმა უნდა საჭიროებს ახსნას, რატო ხდება ესე. რას ნიშნავს? შეგვიძლია რაციონალურადაც შევხედოთ ამას. ერთი ახსნა იქნება რაციონალური, რაც თქვენ ძალიან რომ თვალის ახვევა და ყურადღების სხვაგან გადატანა, არა? მეორე არის შეგვიძლია კიდევ ჩავეძიოთ და რაღაცა სხვა შრეები დავინახოთ, ცოტა სახიფათო არის, იმიტომ რომ ზედმეტ მისტიკაში არ გადავარდეთ იქ. მაგრამ ეს რაღაცნაირად უკავშირდება ტერორის დაკავშირება, რაღაცა ახლა ტერორით ხდება ამ მუტაციის გამოყვანა, რასაც შემდგომში საბჭოთა ადამიანი ერქმევა, რა. ტერორის მეშვეობით მოხდა ამ მუტაციის გამოყვანა და მთელი თავისი მწერლებიან, რა ვიცი, ინტელექტუალებიან, შრომელი ხალხიან, ბიუროკრატიან, ყველა არის რაღაცნაირად ჩართული ამაში და მონაწილეობს, არა. აი ძალიან რთულია ერთ მნიშვნელოვანი პასუხი გავცეთ. თქვენ დიდი ხანია გქონდეთ. გამარჯობათ. გმადლობთ საინტერესო და საჭირო ლექციისთვის. ჩემი კითხვა მომართ. რამდენად უკავშირდება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გახსნა სტალინის სახელს და სტალინის სახელს უკავშირდება ამით სტალინმა წინასწარ ხომ არ გაჭვიტა ნდობა ქართული ხალხის. არა, ქართული ხალხის ნდობა ნაკლებად იყო. მაგრამ შურიძია იმათ. რაზე გაიწია? ანუ რაფენ მოსაბავს, ვინც დაუკვეთა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა იმაზე იძია შურიძიების მომენტი იყო.
ქართული დავიწყეთ პირველი იმით, მე მგონია რომ რა თქმა უნდა ეს ილია ჭავჭავაძის პროცესი სტალინის აროთა არის შეფორდო 20% დაიწყო ილიას იუბილემდე შედიოდა ილიას იუბილეის სამშობლოში ერთი რაღაცა არის დღემდე ია სერიოზული პასუხი გინეში პასუხი არის ის რომ ჩვენ არ ვიცით ვის მოგული ილია ჭავჭავაძე ეს ვარაუდები ერთი ვარაუდი ის ოფიციალური ვერსია ეს ოხრანის რაც პერგიჩაშვილის პროცესი იქნამიერებული პროცესის შედეგად ჩვენ არ ვენდობთ უნებრივია ამას ეს არ ძნელია გაუქმებელია ძნელია თვითონ პროცესი პრობლემები პროცესი რაციონალური პროგრამები ეს უნებრივია არსებობს ეს ადამიანებს მეორე ვერსია გაჩნდა მაშინვე რაც გამოვიდა აგრეთვე ბაქრაძის წიგნი რომ მაშინ შეიძლება სოციალ-დემოკრატების და ბოლშევიკების ხელი ერინოს ესეც არ არის დასაბუთებული ეს იყო კარგი ბაქრაძის ვარაუდი მაგრამ ნუ რამდენადაც ეს ვერსია მაშინ საბჭოთა კავშირის გრევის მომენტში იყო ძალიან პოპულარული და ძალიან კარგად მოერგო იმ ზოგად განწყობას იქიდან და დაჯერებული რომ ნუ ვინ მოკვლელია ილია მოკლეს ბოლშევიკებმა არ არის ეს არ ვიცით ყოველ შემთხვევაში ცოტა გაურკვეველიც კი არის ხა მე როდესაც მიფიქრე ამ თეორიაზე რაში უშლიდა ხელს ბოლშევიკებს ან სოციალ-დემოკრატებს ან ვინმეს ილია რეალურად ან საერთოდ ვის რაში უშლიდა იმ დროს ის თქვათ შორის უცნაური ის არის მიუხედავად ის რომ ილია ჭავჭავაძე სიცოცხლეში იქნა შერაცხული ერის მამას უწოდებდნენ და მაგაზე აქვს ეგეთი ფრაზაც რომ რა ვისი მამა ვარ საკუთარი შვილია დიდაპირ ესე ამბობს არ გამიკეთებია და რა ერის მამა ან უგვირგვინო მეფეს აი ესეთი ტერმინები ეს ძირითადად არის 90-იანი წლების მე-19 საუკუნის მერე უკვე ბოლოს როდესაც იცვლება სიტუაცია ანუ პოპულარული სხვა თემები ხდება ახალი კონიუნქტურა ჩდება მესამე დასის სახით ილია პრინციპში გადადის მეორე პლანზე აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა კი მიუხედავად იმისა რომ აკაკინის დაკრძალვაზე თქვა რომ რაღაც თუ საქართველოს უწერია სიკვდილი მაშინ შეც გაქრები თუ არა და მაშინ დავიხარ ნუ ესეთი ტიპის ისენი არა მიუხედავად ამისა მას ის პოლიტიკური წონა არის დეპუტატი დუმას დეპუტატი არის ამავე დროს არა პირველი დუმას დეპუტატი არის რუსეთის იმპერიის მიუხედავად ამისა არ ძნელია გავარკვიოთ ის ხო რატო ვინ მოკლედ ამას ნუ ვილაპარაკებთ ახლა გადავიდეთ სტალინის დამოკიდებულება მასთან რატომ ქმნის ილიასგან ფიგურას აი ესეთ დიდ ფიგურას ეს არის ჩემი აზრით მისი საკუთარი ლეგიტიმაციის მითი მე უბრალოდ ვერ ჩავატიე დროში და ესე გადავირბინე ამ ქართულ ნაწილზე სტალინს ჭირდება მამა არა ბესარიონ ჯუღაშვილი ვიღაცა მეწარე არამედ სიმბოლური მამა ილია ჭავჭავაძის სახით და ის შესაბამისად რა თქმა უნდა ვერავინ ვერც გომიაშვილი ვერც მოსაშვილი ახლა ესეთ კი შეიძლება ეპირფერებიან მაგრამ ვერ შექმნიან ესეთ მითს ერთადერთი აი ფაქტზე აგებული რომ სტალინის 6 ლექსი გამოქვეყნდა 5 ლექსი გამოქვეყნდა ივერიაში და გამოუქვეყნა ილია ჭავჭავაძე მაგრამ 1895 წლიდან მოყოლებული 17 წლამდე მე მგონი მეტი დასაყრდენი ამას არ ქონია მაგრამ შეიქმნა აი ეს მითი უკვე ძალიან მაღალ ხარისხებში აყვანილი და ეს ძალიან მოწონს სტალინი პარალელურად ეს ჩვენ სხვა წყაროებიდან ვიცით გამოქვეყნებული წყაროებიდან ამოვედო სტალინი თვითონ არის შთამაგონებელი და მიმთითებელი იმისა როგორ უნდა დაიწეროს საქართველოს ისტორია ქართული კულტურის ისტორია რომ მისი საქართველოს მაქსიმალურად წინ წამოწევა მოხდეს ანუ ეს არის მისი შემოbrunება ნაციონალური თუ ნაციონალიზმისაკენ შეგვიძლია ვთქვათ არა ეს ნიკო ბერძენიშვილის მოგონებებია რომ პირდაპირ დაავალა სიმონ ჯანაშიას რომ ეთქვა რომ არსებობს რაღაც ხეთური იბერიული ოჯახი ჯანაშიამ ძალიან კარგად იცოდა საკმაოდ განათლებული ადამიანი აფერი მსგავსი არ არსებობს ნუ ძალიან კარგად შეასრულა მე ნუ იძულებული იყო ახლა და სტალინმა დაავალა ამანაც შექმნა შესაბამისად აი ეს სკოლის სახელმძღვანელო და დამხმარე სახელმძღვანელო ჯანაშია ბერძენიშვილი ჯავახიშვილიც ესეთი პოსტუმ რომ არის სოჭის ეხლა ნახე რომ ეს ვიღაცას თვითონ აუკრძალავს თუ რაღაცა და არ აუკრძალავს არაფერი აკრძალული ეს წიგნი არ ყოფილა რომ ამოიღეს და სწორი წიგნა ეს ბევრი ისეთი რაღაცა ზღაპრები წერია
ხეთური იბერიული ოჯახი, ნუ ხარ სასაცილოა ეგეთი რაღაცები არა დღევანდელი, მაშინდელი ცოდნიდან გამომდინარე. ზუსტად იყო ცნობილი 1914 წელს გაიშიფრა ხეთური ენა და იცოდნენ რომ ეს არის ინდოევროპული ენა და არის საერთო მას ქართულთან არ შეიძლება ქონოდა, მაგრამ ეს გაბერვის და გაჭიმვის ხო, აი ძალიან ერთი ნიშანდობლივი მომენტი. ვის ხუთს ქმნის იქნება სტალინის დროს, ეს არის დავით აღმაშენებლის კულტი, რომელიც მანამდე არ არსებობდა. გიორგი სააკაძის, ნუ ხა წარმომავლობით ისიც არის, არა, ნოსტალგია არის თვითონ და გიორგი სააკაძის ხო შეიძლება იყო, სადაო პიროვნება იყო, თუ არსებობს იოსებ თბილელის დიდმოურავიანი, არა, მე-18 საუკუნის თხზულება არის. ნუ არიან პროსააკაძისეული განწყობის ხალხი და მისი მოწინააღმდეგეები და ეს გაურებული პიროვნებაა და თან სტალინი აიგივებს მას თავს, სხვა შორის ის წინასწარმეტყველობა გამოუვიდათ, რომ შვილს რო წირავს ფილმში პაატას და ეს ანა ანტონოვსკაიას რომანშიც 6-ტომეული რომანი დაიწერა სტალინის საამებლად, არა? და რუსმა დაწერა. და რამდენიმე თვის შემდეგ მართლა სტალინი თვითონ აღმოჩნდა მაგის წინაშე, რომ საკუთარ შვილი უნდა გაეწირა, მაგრამ ეს ფილმი უსწრებს რეალურ ფაქტს. ეს არ ყოფილა ალბათ ნაციონალური სიამაყის განმავლობა. მისი პიროვნული, იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის წარმომავლობის მითი. ეს არ არის როცა მას წამოაძახეს ითქვა კონფერენციაზე, რომ არანაირი წარსული თქვენ არ გქონდეთ, აი ეს იყო იმპულსი. ეს იყო სავარაუდოდ ეს არის 30 წელი თუ არ ვცდებით 31 წელი. ეს ნაციონალურ უკლონისტების ჯგუფის ამ მემარჯვენე უკლონში კომპარტიაში მემარჯვენე უკლონის ესეთი ის იყო, რომ მოვეშვათ ამ იმეებს ამ ვიღაცა უკულტურო ხალხების გათანაბრებას რუსეთთან, რუსეთი არის აღმატებული და უნდა ვთქვათ, რომ რუსული კულტურა აღემატება ყველა დანარჩენი ხალხების კულტურას. საბჭოთა კავშირში ეს რუსი ნაციონალური უკლონისტების ის იყო და ამაზე რეაქცია, ეგეთი ერთ-ერთი ახსნაც არის, რომ ამაზე რეაქცია არის მე სტალინისგან, ეს არის უფრო მეწინააღმდეგება მის პოლიტიკურ შეხედულებებსაც. მაგრამ ის რომ ვიღაცა ღმერ მოიგონეს ქართველმა სტალინისტებმა მოიგონეს რომ ტროცკიმ მიაყენა სტალინის შეურაცხყოფა, ტროცკის ძულდა ქართველები და რაღაცა თქვა რომ ეს ველური ტომებისგან მსგავსი არაფერი არ წერია ტროცკის აი მორტომეულში სტალინი პირიქით. ტროცკი წერს რომ ქართველები გამორჩეულად კულტურული ხალხია, გამორჩეულად მაღალი კულტურის ხალხია და სტალინი როგორც ჩანს არ მიეკუთვნება ამ ხალხს, იმიტომ რომ ეს არის იმ ტრავმის შედეგიდან, იმ ტრავმიდან ამოღოზრდილი სტალინი, რომელიც საქართველოს მიაყენა თებურ ლენქმა. აი ეს უწერია ტროცკის სიტყვასით შეგიძლია ნახოთ. ხო. თქვი. ბოლო შეკითხვა კი. 엔ტორო ეკეთებანი გამოსულა მოასწრებთ ალბათ ეკითხავს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო მოხსენებისთვის. ჩემი შეკითხვა კვლავ აგრძელებს ჩვენს თემას. თქვენ აღნიშნეთ უკვე რომ ჩვენი საზოგადოება დღეს ემყარება ილიას ალმისეულ ნაციონალიზმს. მაინტერესებს დღევანდელი გადასახედიდან ეს ნიშნავს იმას თუ არა რომ ჩვენ ვიმყოფებით ფიქციაში და ნიშნავს თუ არა იმას რომ ამის გაცნობიერების შემთხვევაში საზოგადოებას მოუწევს ახალი ნაციონალური იდენტობის მოძიება. ის მე ვეთანხმები ფიქციაში და საზოგადოებას არ შეუქმნია ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში არ უცდია კიდევაც საერთოდ რომ შეექმნა რაღაცა ახალი. ეს ცდილობა ჩვენ აი ეს ახალი გაფორმება თავიდან ესეთი რელიგიურ ოკულტური ლამის ფორმით შექმნა ზუსტად გამსახურდია. ისი საკმაოდ სპონტანურად, იმიტომ რომ ის თქვა მისი თავარი თხზულება ესეთი იდეოლოგიური შინაარსის საქართველოს სულიერი მისი ლექცია. მთელი თავისი იმებით რომ გრაალის თავი არის ქართული და ყველაფერი ქართული არის, პრომეთე ქართველია და ზევსი ქართველია და რა ვიცი, ყველანი ქართველები არის დედამიწის რუკზე, რაც კი ამაპირებულია. და ასე შემდეგ, მაგრამ ამისი სხვა შორის ისე მასთანაც არის ზუსტად ის მოდელები, რაც უბრალოდ კიდევ უტრირებული ფორმით, რაც სტალინის დროს შექმნილი ქართული ნაციონალიზმია. შემდგომში 90-იანი წლები ეს გასაჭირი და ომები და მხედრიონი და სროლები და ხოცვა და რაღაცა უბედურებები ეს თუ ჩაწყნარდა შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, ანუ 95 წლის შემდეგ იყო პატარა მცდელობა, რომ რაღაცა პრეზიდენტთან არსებულ აპარატშიც კი ზაზა შენგელია ხელმძღვანელობდა, მაშინ ვიცე-პრემიერი იყო. ეგეთი კომისია შექმნეს ქართული ეროვნული იდეოლოგიის შექმნის და იყვნენ
ესეთი საპატიო მეცნიერები, ტიტულოვანი მეცნიერები დაფარებული და ახალგაზრდებიც. იმ ახალგაზრდათა მაშინ რიცხვში მეც აღმოჩნდი და უბრალოდ რომ მივედით დავცინეთ. რა სისულელე. ნუ ის ხო კიდევ მორიგი უტრირება რაღაც. სისულელეებით გავსებული, უბრალოდ სახელმწიფო გამოყოფდა ფულს ამის და არ გამოვიდა და ვისაც გამოვიდა იყო მიშა სააკაშვილი მთელი თავისი ამ ცერემონიებით დაიფა ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაკრძალვა რომ ნახოთ. ნუ ეს 19 საუკუნეც არ ქვია ეს რაღაცა წივილ-კივილი მოწყობილი, უხამსი ჩემი აზრით ყოველ გულის ამბრევი სპექტაკლი, სრული სიყალბე თავიდან ბოლომდე. მაგრამ ნუ საჭირო იყო ეგეთი ჭირდებოდათ ეგეთი ფიგურების შექმნა და გამეორება კი ეს არ არის სტალინური სულის კვეთება არის სტალინური. ქაქუცა ჩოლოყაშვილი არის ანტისაბჭოთა სიმბოლო, მაგრამ სულის კვეთებაზე ლაპარაკი და სულის კვეთება რო იგივე რჩება, იქ ვის ჩავსვათ, იქ ქაქუცა იქნება, ბერი გაბრიელი იქნება თუ სოსო იქნება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არა, იმიტომ რომ ყველაფერი გადაიქცევა ისევ რაღაცა მონსტრად, როდესაც სულის კვეთება არ იცვლება. ჩვენ ისევ და ისევ აი ამ სულის კვეთებაში ვიმყოფებით და ამ მითების ქმნაში რაღაცა. იმიტომ რომ აი ის სააზროვნო სტრუქტურა განდევნილა არ დაშლა ჩვენი ცნობიერებიდან არ გასულა. აი ეს იქნება ჩემი პასუხი.